ერნსტ გომბრიხი. ხელოვნების ამბავი. წინა სიტყვაობა. ეს წიგნი იმათთვისაა, ვისაც სურს გზა გაიგნოს ამ საკვირველ და მომხიბლავ სფეროში. იგი უნდა დაეხმაროს ახალბედებს, ისე გაიცნონ მისი სამყარო, რომ დეტალებმა თავგზა არ აუბნიოთ, მანვე საშუალება უნდა მისცეს მათ სიცხადე და წესრიგი შეიტანონ უამრავ სახელში, პერიოდსა და სტილში, რომლებითაც სავსეა უფრო ამბიციური ნაშრომები და ასე შეამზადოს უფრო სპეციალიზებული წიგნების გასაცნობად. წერისას, უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობდი კმაწვილ მკითხველებზე, რომლებმაც ეს არის აღმოაჩინეს ხელოვნების სამყარო. თუმცა არასოდეს მიფიქრია, რომ საკმაწვილო წიგნები უნდა განსხვავდებოდეს უფროსებისთვის დაწერილებისგან, ერთი რამის გარდა. ისინი ანგარიშს უნდა უწევდნენ ყველაზე მომთხოვნ კრიტიკოსებს, მათ, ვინც პრეტენზიული ჟარგონის ან ყალბი გრძნობის უმცირეს კვალსაც კი უმალ ამჩნევს. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ამგვარი ნაკლოვანებების გამო შეიძლება ადამიანმა ხელოვნების შესახებ დაწერილ ნებისმიერ წიგნს მთელი ცხოვრება ეჭვის თვალით უყუროს. გულწრფელად ვეცადე, თავიდან ამეცილებინა ეს საფრთხე და მარტივი, თუნდაც ვინმეს აზრით არასერიოზული და არაპროფესიონალური ენით მეწერა. მეორე მხრივ, აზრის სირთულისთვის თავი არ ამირიდებია და ვიმედოვნებ, რომ ჩემს გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება ნაკლებად მივმართო ხელოვნებად მცოდნეებისთვის ჩვეულ ტერმინოლოგიას, კითხველი ქედმაღლობაში არ ჩამომართმევს, განა ის მეტი ქედმაღლობა არაა, ზოგი მეცნიერულ ენას მკითხველის საგანში გასარკვევად კი არა, შთაბეჭდილების მოსახდენად რომ იყენებს. ტექნიკური ტერმინების რაოდენობის შეზღუდვის გარდა, ამ წიგნის წერისას ვცდილობდი რამდენიმე უფრო კონკრეტული, ჩემ მიერვე შემოღებული წესიც დამეცვა. მათ საკმაოდ გამირთულეს საქმე როგორც ავტორს, მაგრამ ალბათ მკითხველს გაუმარტივეს. პირველი წესის თანახმად არაფერს დავწერდი ნაწარმოებებზე, რომელთა საილუსტრაციო მასალას ვერ მოვიყვანდი. არ მსურდა ჩემი ტექსტი ქცეულიყო სახელთა უაზრო ნუსხად, რომელიც ვერაფერს ეთყოდა მათ, ვინც შესაბამის ნაწარმოებებს არ იცნობს და ზედმეტი იქნებოდა მათთვის, ვინც იცნობს. ამ წესის გამო განსახილველ ხელოვანთა და ნაწარმოებთა არჩევანი მაშინვე შეიზღუდა ილუსტრაციების იმ რაოდენობით, რომელთა დატევაც წიგნს შეეძლო. ამიტომ განსაკუთრებული სიმკაცრით ვარჩევდი რა მეხსენებინა და რა გამომეტოვებინა. ამას მოყვა მეორე წესი. უნდა შემოვფარგლულიყავი ხელოვნების ჭეშმარიტი ნიმუშებით და უნდა გამომერიცხა ყველაფერი, რაც საინტერესოა, მხოლოდ როგორც გარკვეული გემოვნების ან მოდის მაგალითი. ამ გადაწყვეტილებას მრავალი ლიტერატურული ეფექტი ემსხვერპლა. ქება კრიტიკაზე ბევრად მოსაწყენია და 1-2 სახალისო სიმახინჯის განხილვას შეიძლება მცირედი შვებაც მოეგვარა. მაგრამ სავსებით გამართლებული იქნებოდა მკითხველის შეკითხვა, თუ რატომ მივიჩნიე, რომ სადავო რამ ხელოვნებისადმი და არა არახელოვნებისადმი მიძღვნილ წიგნში მოხვედრის ღირსია, თანაც ნამდვილი შედევრის ხარჯზე. ასე რომ, თუმცა ვერ დავიჩემებ, რომ ყველა განხილული ნაწარმოების სრულყოფილების განსახიერებაა, ნამდვილად ვეცადე წიგნში ისეთი არაფერი შემეტანა, რასაც ჩემი აზრით განსაკუთრებული ღირსება არ აქვს. მესამე წესმაც, რაღაც გაგებით, საკუთარ სურვილებზე უარის თმა მომთხოვა. დავიფიცე, შერჩევისას არაუყოლოდი ორიგინალურობის სურვილს და არამევსო წიგნი ჩემი საყვარელი ნაწარმოებებით საყოველთაოდ ცნობილი შედევრების ხარჯზე. ბოლოს და ბოლოს ეს წიგნი სულაც არაა ლამაზი ნივთების ანთოლოგია. იგი მათთვისაა, ვინც ახალ სფეროში გარკვევას ცდილობს. და ამ ადამიანებისთვის ხელოვნების თუნდაც გაცვეთილი ნიმუშები, სწორედ რომ საუკეთესო ორიენტირებად გამოდგება. გარდა ამისა, ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები ხშირად მრავალი თვალსაზრისით მართლაც საუკეთესოა. და თუ ეს წიგნი დაეხმარება მკითხველს, მათ ახლებურად შეხედოს, ეს ალბათ მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე მათი ნაკლებად ცნობილი შედევრებით ჩანაცვლება. და მაინც, ძალიან დიდია იმ სახელგანთქმულ ნაწარმოებთა და ხელოვანთა რიცხვი, რომელთა გამოტოვებაც მომიხდა. ასევე უნდა ვაღიარო, რომ ადგილი ვერ მოუძებნე ვერც ინდურ თუ ეტრუსკულ ხელოვნებას, ვერც ჩემთვის საინტერესო მაღალი დონის ოსტატებს, როგორებიც არიან
გვერჩა, სინიორელი, კარპაჩო, პეტერ ფიშერი, ბრაუერი, ტერბორხი, კანალეტო, კორო და მრავალი სხვა. მათი ჩართვა გააორმაგებდა ან გაასამმაგებდა წიგნის მოცულობას, რაც ჩემი აზრით მის, როგორც ხელოვნებაში პირველი გზამკვლევის ღირებულებას შეამცირებდა. გამორიცხვის გულის მომკვლელი სამუშაოს ჩატარებისას კიდევ ერთ წესს მივდევდი. საეჭვო შემთხვევებში ვამჯობინებდი იმ ნაწარმოებზე მემსჯელა, რომელსაც დედნით ვიცნობ და არა იმაზე, რომელიც ფოტოსურათზე მინახავს. იგი ალბათ აბსოლუტურ წესადაც უნდა მეკცია, მაგრამ არ მინდოდა მკითხველი დაზარალებულიყო მოგზაურობის შეზღუდვებით, რომლებიც ხელოვნების მოყვარულს ზოგჯერ გასაქანს არ აძლევს. დასასრულ ჩემი ბოლო წესი ის იყო, რომ არ მქონოდა აბსოლუტური წესები. დროდადრო თავადვე დამერღვია ისინი და მკითხველისთვის მიმენდო ჩემი გამოჭერის სახალისო საქმე. ასეთია ჩემი მიერ შემუშავებული ნეგატიური წესები. რა არ უნდა მექნა. ხოლო რისი გაკეთებაც მინდოდა, ამას თვით წიგნიდან შეიტყობთ. წიგნი ხელოვნების ამბავს მარტივი ენით. ამავე დროს მწყობრად უნდა მოყვეს და მკითხოს მის დაფასებაში უნდა დაეხმაროს. არა იმდენად აღფრთოვანებული აღწერებით, რამდენადაც ხელოვანთა სავარაუდო განზრახვებზე მითითებით. ამ მეთოდით სულ მცირე თავიდან ავიცილებთ ხელოვნების განხილვასთან ხშირად დაკავშირებულ გაუგებრობებს და შეუფერებელ კრიტიკას. გარდა ამისა, წიგნს უფრო ამბიციური მიზანიც აქვს. ნაწარმოებები ისტორიულ კონტექსტში განიხილოს და ამგვარად ოსტატთა მხატვრული ამოცანების გარკვევაში დაგვეხმაროს. ყოველი თაობა გარკვეულწილად ილაშქრებს მამათა მიერ შემოღებული სტანდარტების წინააღმდეგ. ყოველი ნაწარმოები თანამედროვეებს მარტო იმით კი არ ხიბლავს, რაც მასში განხორციელდა, არამედ იმითაც, რაც აკლია. როდესაც ნორჩი მოცარტი პარიზში ჩავიდა, მან შენიშნა, როგორც ეს მამისადმი წერილიდან ჩანს, რომ ყველა იქაური აღიარებული სიმფონია სწრაფი ფინალით ბოლოვდებოდა. მან კი გადაწყვიტა მსმენელები ბოლო ნაწილის ნელი შესავლით გაეოცებინა. ეს გაცვეთილი მაგალითია, მაგრამ იგი ხელოვნების ისტორიულ კონტექსტში განხილვის მიზნებზე მიგვანიშნებს. გამორჩეულობის სურვილი შეიძლება არც იყოს ხელოვანის სიდიადის თუ სიღრმის მანიშნებელი, მაგრამ მისი სრული არქონაც იშვიათია. გამიზნული განსხვავების დაფასება კი ხშირად გვეხმარება ძველი ხელოვნებისადმი უმარტივესი მიდგომის პოვნაში. ვეცადე ჩემი თხრობა ამოცანათა ამ მუდმივ ცვალებადობაზე დამეფუძნებინა და მეჩვენებინა, როგორ უკავშირდება ყოველი ნაწარმოები თავის წინამორბედს მიბაძვის თუ დაპირისპირების მეშვეობით. შეიძლება ეს მომაბეზრებელიც იყოს, მაგრამ იმის ნათელსაყოფად, როგორ დაშორდნენ ამა თუ იმ ეპოქის ოსტატები თავიანთ წინამორბედებს, შესადარებლად უკვე მოყვანილ ნამუშევრებს მიუბრუნდები ხოლმე. მასალის მოწოდების ესეთ წესს ერთი საფრთხე ახლავს. იმედია თავი ავარიდე, მაგრამ მაინც უნდა ვახსენო. ეს არის ხელოვნებაში მუდმივი ცვლილების გულუბხვილო, მცდარი ინტერპრეტირება, როგორც უწყვეტი პროგრესი. უეჭველია, რომ ყოველი ხელოვანი წინამორბედ თაობაზე აღმატებულად გრძნობს თავს და ფიქრობს, რომ უკან მოიტოვა ყოველივე, რაც მანამდე შექმნილა. ჩვენ ვერ გავიგებთ ნაწარმოებს, თუ არ გავიზიარებთ თავისუფლებისა და გამარჯვების გრძნობას, რომელიც ოსტატს თავისი ქმნილების ხილვისას ეუფლება. მაგრამ ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ რომელიმე მიმართულებით მიღწეულ წარმატებას თან სდევს დანაკარგი სხვა მიმართულებით. და რომ ეს სუბიექტური პროგრესი, მისი მნიშვნელობის მიუხედავად, არ გულისხმობს მხატვრული ღირებულების ობიექტურ მატებას. ყოველივე ეს, ასე ზოგადად ნათქვამი, შეიძლება ცოტა დამაბნეულად ჟღერდეს, მაგრამ იმედი მაქვს წიგნიდან ყველაფერი უფრო ნათელი გახდება. ორიოდე სიტყვა უნდა თქვა იმაზე, თუ რამდენი ადგილი ეთმობა ამ წიგში ხელოვნების სხვადასხვა დარგს. შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ფერწერას მეტი პატივი ერგო, ვიდრე ქანდაკებასა და არქიტექტურას. ამ მიკერძოებულობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ილუსტრაციაზე ფერწერული ტილო ნაკლებს კარგავს, ვიდრე მრგვალი ქანდაკება, მონუმენტურ ნაგებობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამასთანავე არ განმიზრახავს გავჯიბრებოდი არქიტექტურული სტილების ისტორიაზე დაწერილ მრავალ ჩინებულ წიგნს.
მეორე მხრივ, ხელოვნების ამბავს, როგორადაც იგი წარმომიდგენია, ხუროთ მოძღვრული გარემოს მიუთითებლად ვერ მოყვები. მე თითოეულა ნაგებობის სტილის განხილვას დავჯერდი და ვცადე წონასწორობა არქიტექტურის სასარგებლოდ ყველა თავში ამ ნამუშევრებისათვის საპატიო ადგილის მიჩენით აღმედგინა. ეს მკითხველს თითოეული პერიოდის შესახებ საკუთარი ცოდნის სისტემატიზებასა და გამთლიანებაში დაეხმარება. ყოველი თავის ბოლო კაზმულობად ისეთი გამოსახულება შევარჩიე, რომელიც იმდროინდელი ხელოვანის ყოფასა და გარემომცველ სამყაროს ასახავს და გვიჩვენებს, როგორ იცვლებოდა ოსტატის სოციალური მდგომარეობა და გარემოცვა. თუნდაც ამ ილუსტრაციების მხატვრული ღირებულება მაინც და მაინც დიდი არ იყოს, მათ შეუძლიათ წარმოსახვით იმ გარემოს კონკრეტული სურათის აღდგენაში დაგვეხმარონ, რომელშიც წარსულის ხელოვნება აღმოცენდა. ეს წიგნი არასოდეს დაიწერებოდა, რომ არაგულისხმიერი მხარდაჭერა, რომელიც გამოიჩინა ელიზაბეთ სენიორმა, ვისი უდრო სიკვდილიც ლონდონზე საჰაერო იერიშის დროს დიდი დანაკლისი იყო ყველასთვის, ვინც მას იცნობდა. დიდ მადლობას ვუხდი მრავალი ძვირფასი რჩევისა და დახმარებისათვის დოქტორ ლეოპოლდ ეტლინგერს, დოქტორ ედით ჰოფმანს, დოქტორ ოტო კურცს, ქალბატონ ოლივ რენიეს, ქალბატონ ედნა სუიტმენს, ჩემს მეუღლეს და ჩემს ვაჟ რიჩარდს. ასევე გამომცემლობა Fayom Press იმ წვლილისთვის, რომელიც ამ წიგნის საბოლოო სახის შექმნაში მიუძღვის. მე-12 გამოცემის წინასიტყვაობა. ეს წიგნი თავიდანვე ისეა ჩაფიქრებული, რომ ხელოვნების ამბავი სიტყვითაც იყოს მოყოლილი და სურათებითაც, რომ მკითხველს შეძლების დაგვარად ტექსტში განხილული ილუსტრაციები თვალწინ ჰქონდეს და ფურცლის გადაშლა არ მოუწიოს. ვერასოდეს დავივიწყებ, რა არაჩვეულებრივად და უშურველად მიმაღწევინეს ამ მიზანს 1959 წელს Fayom Press-ის დამაარსებლებმა, დოქტორმა ბელა ჰოროვიცმა და ბატონმა ლუდვიგ გოლდშაიდერმა. როცა ხან დამატებით პარაგრაფს დამაწერინებდნენ, ხან დამატებით ილუსტრაციას შემომთავაზებდნენ ხოლმე. შედეგმა, რომელიც გაცხოველებული თანამშრომლობის გვირებმა გამოიღო, დაგვარწმუნა მუშაობის ასეთი წესის სისწორეში. მაგრამ მიღწეული წონასწორობა იმდენად ფაქიზი გამოდგა, რომ ვიდრე თავდაპირველ მაკეტს ვიტოვებთ, მაინც და მაინც დიდი ცვლილებების შეტანაზე ფიქრით ზედმეტია. სახე ცოტათი მხოლოდ ბოლო რამდენიმე თავმა იცვალა. მე-11 გამოცემაში, როდესაც post-scriptum-ი დავამატე, ძირითადად კი წიგნი ისეთივე დარჩა. ამიტომაა, რომ გამომცემელთა გადაწყვეტილებამ წიგნისთვის ახლებური, ბეჭდვის ახალი მეთოდებისთვის შეფარდებული ფორმა მიეცათ, ახალი შესაძლებლობები კი გაგვიჩინა, მაგრამ განსხვავებული პრობლემებით შეგვიქმნა. ხელოვნების ამბის ფურცლები, მისი ხანგრძლივი არსებობის პერიოდში, ჩემთვის წარმოუდგენელი რაოდენობის მკითხველმა გაითავისა. მე-12 გამოცემის სხვა ენებზე ბეჭდვის დროსაც კი სანიმუშოდ თავდაპირველი მაკეტი იქნა აღებული. ამ ვითარებაში მე არასწორად მივიჩნიე. მოგვეკლო ტექსტის ისეთი ადგილები ან ისეთი სურათები, რომლებიც მკითხველისთვის სავარაუდოდ სასურველი იქნება. უკიდურესად გამაღიზიანებელია თუ თაროდან გადმოღებულ ახალ გამოცემაში იმას მოისაკლისებ, რაც წიგნში გეგულებოდა. ამიტომაც თუმც გამიხარდა ზოგიერთი ნაწარმოების უფრო დიდად ჩვენებისა და ფერადი ილუსტრაციების რაოდენობის გაზრდის საშუალება რომ მომეცა, არაფერი მოვაკელი და მხოლოდ ზოგი ნიმუში შევცვალე ტექნიკური თუ სხვა მოსაზრებით გამოუსადეგარი. მეორე მხრივ განსახილველი და რეპროდუცირებული ნაწარმოებების დამატების შესაძლებლობა ერთდროულად მისასალმებელიც იყო და საფრთხილოც. ამ წიგნის სქელტომად გადაქცევა არც მისი ხასიათისთვის იქნებოდა შესაფერისი და არც მისი დანიშნულებისთვის. ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე დამემატებინა 14 მაგალითი. არა მარტო თავისთავად საინტერესო, აბა ხელოვნების რომელი ნაწარმოებია უინტერესო, არამედ ახალი ასპექტების შემომტანიც, რაც ჩემს მსჯელობას მრავალფეროვნებას მატებს. სწორედ მსჯელობის წყალობითაა ეს შრომა ამბავი და არა ანთოლოგია. თუ კვლავ შეგეძლებათ მისი წაკითხვა, ვიმედოვნებ, რომ სიამოვნებასაც მიიღებთ და არც სურათების ძიება მოგიხდებათ, მხოლოდ იმ შემწეობის წყალობით, რომელიც სხვადასხვა მხრივ აღმომიჩინეს ბატონმა ელვინ ბლეიქერმა, დოქტორმა კრეფემ და ბატონმა კეით რობერტსმა. ერნსტ ჰანს გომბრიხი, ნოემბერი 1971 წელი. მე-13 გამოცემის წინასიტყვაობა.
აქ უფრო მეტი ფერადი ილუსტრაციაა, ვიდრე მე-12 გამოცემაში იყო, აი ტექსტი კი ბიბლიოგრაფიის გამოკლებით უცვლელი დარჩა. ახალია აგრეთვე ქრონოლოგიური ჩარტები წიგნის ბოლო გვერდებზე. ისტორიის ვრცელ პანორამაში გარკვეული მნიშვნელოვანი ნიშნულების ხილვა მკითხველს დაეხმარება. თავიდან აიცილოს პერსპექტიული ილუზია, რომლითაც უახლესი ამბები უფრო მნიშვნელოვნად გვეჩვენება, ვიდრე უფრო შორეული წარსული. ხელოვნების ამბის დროით განზომილებაზე დაფიქრების სტიმულირების თვალსაზრისით, ცხრილები იმავე მიზანს ემსახურება, რისთვისაც ეს წიგნი 30-ოდე წლის წინ დავწერე. ამის შესახებ კი მკითხველს შეუძლია შესავლის დასაწყისში მე-7 გვერდზე წაიკითხოს. Ernst Hans Gombrich, ივლისი 1977 წელი. მე-14 გამოცემის წინასიტყვაობა. წიგნებს საკუთარი ბედი აქვთო. რომაელი პოეტი, რომელმაც ეს აღნიშნა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ სტრიქონს საუკუნეების განმავლობაში უამრავი ვინმე გადაიწერდა. 2000 წლის შემდეგაც კი მას ჩვენი ბიბლიოთეკების თაროებზე წააწყლებოდით. ასეთი სტანდარტებით ეს წიგნი ჯერ თლად უწვერული ხმაცვილია. და მაინც, მას რომ წერდი, არც დამესიზმრებოდა მისი მომავალი ცხოვრება, რომლის ქრონიკა წინა გვერდზე იკითხება, ასეთი თუ იქნებოდა. წიგნში შეტანილი ზოგიერთი ცვლილება მე-12 და მე-13 გამოცემების წინათქმებშია აღნუსხური. ეს ცვლილებები აქაც შენარჩუნებულია, თუმცა ნაკვეთი, რომელიც ხელოვნების შესახებ ლიტერატურას ეხება, კიდევ ერთხელ გაახლდა. ტექნიკის განვითარებისა და საზოგადოების მოლოდინის შესაბამისად, ბევრ მანამდე შავ-თეთრად დაბეჭდილ სურათს ახლა ფერადი ჩაენაცვლა. ამას გარდა, დამატებაში ახალ აღმოჩენებზე ვსაუბრობ. ესაა არქეოლოგიურ მონაპოვართა მოკლე რეტროსპექტივა, რომელიც შეახსენებს მკითხველს თუ რამდენად შეიძლება გადაიხედოს ან მოულოდნელი მიგნებებით გამდიდრდეს წარსულის შესახებ თხრობა. Ernst Hans Gombrich, მარტი, 1984 წელი. მე-15 გამოცემის წინასიტყვაობა. პესიმისტები ხანდახან გვეუბნებიან, რომ ტელევიზიისა და ვიდეოს ეპოქაში ადამიანები კითხვას გადაეჩვენენ და მით უმეტეს სტუდენტებს ნაკლებად შერჩათ მოთმინება, რომელიმე წიგნი თავიდან ბოლომდე სიამოვნებით ჩაიკითხონ. ყველა ავტორივით მეც ვიმედოვნებ, რომ პესიმისტები ცდებიან. ბედნიერი ვარ, რომ ამ მე-15 გამოცემაში არის მეტი ფერადი ილუსტრაცია, შესწორებული და სხვაგვარად დალაგებული ბიბლიოგრაფია და საძიებელი, უკეთესი ქრონოლოგიური ტაბულები და 2 გეოგრაფიული რუკაც კი. მაგრამ აუცილებელი მგონია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ წიგნმა თავისი ჩანაფიქრით პირველ ხოვლისა უნდა გასიამოვნოთ როგორც ამბავმა. მართალია, ეხლა ეს ამბავი გასცდა იმ წერტილს, სადაც პირველი გამოცემისას შევჩერდი. მაგრამ ეს შემატებული ეპიზოდებიც სრულად მხოლოდ ადრე მომხდარის შუქზე შეიძლება გავიგოთ. კვლავაც იმედი მაქვს, მოიძებნება მკითხველი, რომელსაც მოუნდება ყველაფერი სულ თავიდან მოუყვე. Ernst Hans Gombrich, მარტი 1989 წელი. მე-16 გამოცემის წინასიტყვაობა. ამ სულ ბოლო გამოცემის წინათქმის წერას განცვიფრებითა და მადლიერებით ახსილი ვიწყებ. განცვიფრებით, რადგან არ დამვიწყებია. წიგნზე მუშაობისას რა მოგზალებული მოლოდინი მქონდა. მადლიერებას კი გამოხატავ მკითხველთა რამდენიმე თაობის მიმართ. გავბედო და ვთქვა თელ მსოფლიოში მეთქი. რომელთაც ის იმდენად სასარგებლოდ მიიჩნიეს ჩვენი მხატვრული მემკვიდრეობის გაცნობის დაწყებისათვის, რომ ბევრ სხვასაც ურჩიეს წაკითხვა. რა თქმა უნდა, მადლიერებას გგზნობ ჩემს გამომცემელთა მიმართაც, რომლებმაც ამ მოთხოვნის პასუხად დროს ფეხი აუწყვეს და ამდენი შრომა შეალიეს ყოველ ახალ და გადახალისებულ გამოცემას. ბოლო სახეცვლილება Phaidon Press-ის ახლანდელი მფლობელის Richard Schlegman-ის დამსახურებაა, რომელმაც ისურვა დავბრუნებოდით პირვანდელ პრინციპს, როცა ტექსტის კითხვისას ილუსტრაციების ხურებაც შეგიძლია, ასევე გაგვეუმჯობესებინა ილუსტრაციების ხარისხი და მასშტაბი და შეძლების დაგვარად რაოდენობაც გაგვიზარდა. რა თქმა უნდა, უკანასკნელი მიზანი საკმაოდ შეზღუდულ ფარგლებში იყო მისაღწევი, რადგან წიგნის მეტისმეტად გავწობა ასწდებოდა მის ამოცანას, შესავალი ყოფილიყო. და მაინც ვიმედოვნებთ, მკითხველი არ დაგვემდურება ამ დამატებების გამო.
პირველ ყოვლისა ეს შეკეცილი ფურცლებია, რომელთაგან ერთმა საშუალება მომცა მეჩვენებინა და განმეახლებინა გენტის საკურთხევლის გარედი. ზოგიერთი დამატება წინა გამოცემების დანაკლის ავსებს. კერძოდ ტექსტში ურეპროდუქციოდ ნახსენებ ნაწარმოებთა ილუსტრაციებს. მაგალითად, ეგვიპტური ღვთაებების გამოსახულებებს მიცვალებულთა წიგნიდან, ფარაონ ეხნატონის ოჯახურ პორტრეტს, მედალს რომის წმინდა პეტრეს ტაძრის თავდაპირველი პროექტის გამოსახულებით, კორეჯოს ფრესკას პარმის კათედრალის გუმბათში და ფრანს ჰალსის სამხედროთა პორტრეტს. რამდენიმე სურათი განხილულ ნაწარმოებთა ადგილსამყოფლის ან კონტექსტის ნათელსაყოფად დავამატეთ. დელფოსელი მეეტლის მთლიანი ფიგურა, დარჰემის კათედრალი, შარტრის კათედრალის ჩრდილოეთი პორტიკი და სტრასბურგის კათედრალის სამხრეთი ტრანსეპტი. საჭირო არ უნდა იყოს საგანგებოდ შევჩერდე ზოგიერთი ილუსტრაციის წმინდა ტექნიკური მოსაზრებებით ჩანაცვლებაზე ან ნაწარმოებთა გადიდებული დეტალების მოყვანის საჭიროებაზე. მაგრამ ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა 8 ხელოვანის დამატებაზე, წინააღმდეგ ჩემი აზრისა, რომ მათი რიცხვი გარკვეულ საზღვრებში უნდა იყოს მოქცეული. და პირველი გამოცემის წინათქმაში, ოსტატად, რომელიც ძალზე მომწონს, მაგრამ ადგილი ვერ მოუძებნე, კორო მყავს ნახსენები. მისი გამოტოვება მას აქეთ არ მასვენებდა და აი ბოლოს ავყევით სტუნებას, იმის იმედით, რომ აზრის შეცვლა ზოგიერთ ხატრულ საკითხზე მსჯელობასაც წაადგა. სხვა მხრივ, ხელოვანთა დამატება მხოლოდ იმ თავებს შეეხო, სადაც მე-20 საუკუნის ხელოვნებაზეა საუბარი. წიგნის გერმანული ვარიანტიდან გადმოვიტანე 2 გერმანელი ექსპრესიონისტი მხატვარი, კეთე კოლვიცი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ რეალიზმზე, და ემილ ნოულდე, რომელიც გრაფიკის ენას ასეთი სიძლიერით რომ იყენებს, ფრანკუზისა და ნიკოლსონის დამატებით აბსტრაქციონიზმზე მსჯელობა გავამყარე, დე კირიკოსა და მაგრიტის დამატებით კი სიურეალიზმზე მსჯელობა. დასასრულ მორანდი ჩემთვის მე-20 საუკუნის იმ ხელოვანთაგანია, რომელიც იმით გვაყვარებს თავს, რომ სტილისტურ იარლიღებს არ იკარებს. წიგნში ეს დამატებები იმის იმედით შევიტანე, რომ განვითარების ხაზები უფრო თანდათანობითი და შესაბამისად გასაგები გამოჩნდება ვიდრე წინა გამოცემებშია, რადგან ეს არის, რა თქმა უნდა, ამ წიგნის უპირველესი მიზანი. თუ მას ხელოვნების მოყვარულთა და შემსწავლელთა მოწონება ხვდა წყილად, მხოლოდ იმიტომ, რომ დაანახა, ხელოვნების ამბავში ყველაფერი როგორ ებმის ერთმანეთს. სახელებისა და თარიღების სიების დაზეპირება ძნელი და მოსაბეზრებელია. აი ამბის დამახსოვრებას კი დიდი ძალისმევა არ სჭირდება. საკმარისია გავიგოთ წარმოდგენის მონაწილეთაგან ვის რა როლი აკისრია და როგორ მიგვანიშნებს თარიღები თაობებსა და თხრობის ეპიზოდებს შორის გასულ დროზე. ამ წიგნში არაერთ გზის ვამბობ. ხელოვნებაში რაღაც კუთხით ყოველ მონაპოვარს რაიმე დანაკარგი ახლავს მეთქი. უეჭველია ეს ამ ახალ გამოცემაზედაც ითქმის, თუმცა გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მონაპოვარი დანაკარგზე მეტი იქნება. და კიდევ ერთი. მადლობა უნდა მოვახსენოთ ჩემს ორბის თვალა რედაქტორს, ბერნარდ დოტს, იმ ერთგულებისთვის, რომლითაც თვალყურს ადევნებდა ამ ახალი გამოცემის მომზადებას. Ernst Hans Gombrich, დეკემბერი 1994 წელი. შესავალი. ხელოვნებისა და ხელოვანთა შესახებ. სინამდვილეში ხელოვნება როგორც ასეთი არც არსებობს. არსებობენ მხოლოდ ხელოვანები. ოდესღაც ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფერად თიხას მოიმარჯვებდნენ და ბიზონის ფორმებს მოხაზავდნენ გამოქვაბულის კედლებზე. დღეს კი ზოგიერთი მათგანი საღებავებს ყიდულობს და სარეკლამო პლაკატებს ქმნის. ისინი ბევრ სხვა რამესაც აკეთებდნენ და აკეთებენ. არაფერი დაშავდება, თუ ყველა ამ საქმიანობას ხელოვნებას უწოდებთ. თუ კი მხედველობაში გვექნება, რომ ეს სიტყვა სხვადასხვა დროსა და ადგილას სხვადასხვა რამეს ნიშნავდა. და თუ კი გვესმის, რომ ხელოვნება ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებული მნიშვნელობით არ არსებობს. საქმე ისაა, რომ ეს ხელოვნება ამ უკანასკნელი მნიშვნელობით რაღაც სკერპი, ფეტიში გახდა. თქვენ მიწასთან გაასწორებთ ხელოვანს, თუ ეტყვით,
თქვენი ნახელავი თავისთავად საკმაოდ კარგია. ოღონდ ხელოვნება არ არისო. მავანი სიამოვნება სურათის დათვალიერებისას ასევე გაქარწყლდება, თუ გამოუცხადებთ, რაც თქვენ მოგწონთ, ხელოვნება კი არა, სულ სხვა რამეაო. ჩემი აზრით, არაფერია არასწორი იმაში, რომ ქანდაკება ან სურათი მოგწონდეს. ვიღაცა შეიძლება იმიტომ მოსწონს პეიზაჟი, რომ იგი მას სამშობლოს ახსენებს. პორტრეტი კი თავის მეგობართან მსგავსების გამო ხიბლავს. ამაში ცუდი არაფერია. ყოველ ჩვენგანს მხატვრობის ხილვისას 1000 რამ აგონდება. და ეს მოგონებები ახდენს გავლენას იმაზე, მოგვეწონება თუ არა ნახატი. სანამ ჩვენი მოგონებები ნახატის აღქმასა და სიამოვნების მიღებაში გვეხმარება, ასაღელოებელიც არაფერი გვაქვს. როდესაც რაიმე შეუსაბამო მოგონება წინასწარ განწყობას გვიჩენს, როდესაც მთიანეთის მშვენიერ ხედს, ზურგს იმის გამო ვაქცევთ, რომ თამსვლელობა არ მოგწონს, სწორედ მაშინ უნდა ჩავეძიოთ თავს. რა იწვევს ჩვენში ამ ანტიპათიას და რატომ ვერ ვიღებთ სიამოვნებას, რომელიც უნდა მიგვეღო. არსებობს არასწორი მიზეზები იმისა, რომ ხელოვნების ნიმუში არ მოგწონდეს. ადამიანთა უმრავლესობას სურათებზეც ის მოსწონს, რისი ნახვაც ცხოვრებაში სიამოვნებს. ეს სრულიად ბუნებრივია. ყველას გვიყვარს სილამაზე ბუნებაში და იმ ხელოვანთა მადლიერი ვართ, რომლებმაც იგი თავიანთ ნამუშევრებში უგდაუღეს. არც თვით ეს ხელოვანები დაგძრახავდნენ ჩვენი გემოვნების გამო. როდესაც დიდი ფლამანდიელი ფერმწერი რუბენსი თავის პატარა ბიჭუნას ხატავდა, მას ნამდვილად ეამაყებოდა მისი სანდომიანი გარეგნობა და სურდა ბავშვით ჩვენც აღფრთოვანებულიყავით. მაგრამ კოხტა და თვალწარმტაცი საგნებით, ამგვარი გატაცება შეიძლება დაბრკოლებად გვექცეს და ნაკლებად სასიამოვნო საგნების გამომსახველი ნაწარმოებების უარყოფამდე მიგვიყვანოს. დიდი გერმანელი ფერმწერი ალბრეხტ დიურერი დედამის უდავოდ არანაკლები გატაცებითა და სიყვარულით ხატავდა, ვიდრე რუბენსი თავის ლოყებ ფუმფულა ბიჭს. ასე მართლად გადმოცემულმა საფიქრალით დაღლილმა სიბერემ შეიძლება შოკი მოგგვაროს და ამის გამო მას იქნებ ზურგიც ვაქციოთ. მაგრამ ბევრს მოვიგებთ, თუ კი ამ პირველ უსიამო შთაბეჭდილებას დავძლევთ. რადგან დიურერის ნახატი თავისი უზომო გულახდილობით დიდებული ქმნილებაა. მართლაც, მალე აღმოვაჩენთ, რომ სურათის მშვენიერება არ არის იმაზე დამოკიდებული, მშვენიერია თუ არა მასზე გამოსახული საგანი. არ ვიცი, რამდენად მშვენიერნი იყვნენ ის პატარა მაწანწალები, რომელთა ხატვაც ესპანელ ფერმწერ მურილიოს უყვარდა. მაგრამ მის ნახატზე ისინი ძალიან მომხიბლელნი არიან. მეორე მხრივ, ადამიანთა უმრავლესობის თვალში პიტერ დე ჰოოხის ჰოლანდიურ ინტერიერში დახატული ბავშვი შეუხედავია. თუმცა, ისევ და ისევ, ეს სურათს მიმზიდველობას არ უკარგავს. მშვენიერებასთან დაკავშირებით სიფთულე ისაა, რომ მშვენიერს მრავალი სტანდარტით, მრავალნაირი გემოვნებით აფასებენ. მეხუთე და მეექვსე სურათები მე-15 საუკუნეშია დახატული. ორივე მათგანზე გამოსახულია ანგელოზი, რომელიც ბარბიც უკრავს. ბევრი უპირატესობას მელოცო და ფორლის გამორჩეულად მოხდენილსა და მიმზიდველ ნახატს მიანიჭებს და არა მისი ჩრდილოელი თანამედროვის, ჰანს მემლინგის ნამუშევარს. პირადად მე ორივე მომწონს. მემლინგის ანგელოზის ბუნებრივი მშვენიერების აღმოჩენა მეტ დროს წაიღებს, მაგრამ როცა მის მცირედ მოუქნელობას თვალს შევაჩვევთ, შეგვეძლება დაუსრულებლად დავტკბეთ მისით. რაც მშვენიერებაზე ვთქვით, გამომეტყველებაზეც იგივე ითქმის. მართლაც, ნახატში ხშირად სწორედ ფიგურის გამომეტყველებაა ის, რითიც ზიზღს გვგრის ან აღგვაფრთოვანებს ნამუშევარი. ზოგიერთებს ადვილად აღსაქმელი გამომეტყველება მოსწონთ, რადგან ის უფრო მძაფრად მოქმედებს მათ გრძნობებზე. როდესაც მე-17 საუკუნის იტალიელმა ფერმწერმა გვიდო რენიმ ჯვარცმული ქრისტეს თავი დახატა, მიზნად უთუოდ ის ჰქონდა, რომ მნახველს ქრისტეს ვნებანი მთელი მათი აგონიითა და დიდებით შეეკრძნო. მომდევნო საუკუნეებში მაცხოვრის ასეთი გამოსახულება მრავალ ადამიანს ანიჭებდა ძალასა და მხნეობას. მის მიერ გამოხატული გრძნობა იმდენად ძლიერი და თვალნათელია, რომ მის ასლებს შეიძლება უბრალო გზისპირა ეკლესიებშიც წააწყდეთ და სადმე გადასაკარგავში გლეხების ქოხებშიც, სადაც არაფერი სმენიათ ხელოვნებაზე. შეიძლება სწორედ გრძნობების ასეთი ძლიერი გამოხატვა გვიზიდავდეს, მაგრამ ამის გამო ზურგი არ უნდა შევაქციოთ ისეთ ნაწარმოებებს, რომელთა გამომსახველობაც შესაძლოა უფრო რთული აღსაქმელი იყოს. ეთვი არ მეპარება.
ჯვარცმის შემქმნელი შუა საუკუნეების იტალიელი მხატვარი ქრისტეს ვნებებს რენიზე არანაკლებ გულწრფელად განიცდიდა. მაგრამ მისი გრძნობები რომ გავიგოთ, ამისთვის ჯერ ხატვის მისეულ მეთოდებს უნდა ჩავწვდეთ. როდესაც ამ განსხვავებულ ენებს შევიცნობთ, მაშინ შეიძლება რენის ნამუშევარს სხვები ვამჯობინოთ. სწორედ ისინი, რომელთა გამომსახველობაც უფრო ნაკლებ თვალში საცემია. ზუსტად ისევე, როგორც ზოგიერთს ისეთი ადამიანი ურჩევნია, რომელიც რამდენიმე სიტყვას და ჟესტს სჯერდება და რაღაცას მისახვედრად გიტოვებთ, ზოგს ინგვარი სურათები თუ ქანდაკებები აღაფრთოვანებს, რომლებიც რაიმეს მისახვედრსა და გასააზრებელს გიტოვებენ. ხშირად არაფერია იმაზე ამაღელოებელი. დააკვირდე, თუ როგორ ცდილობდნენ შედარებით პრიმიტიული პერიოდების ხელოვანები, რომლებიც ახლანდელებზე ნაკლებად იყვნენ დაუფლებული ადამიანთა სახეებისა და ჟესტების გამოსახვას, მათთვის სასურველი გრძნობა გადმოეცა. მაგრამ ხელოვნების გაცნობის მსურველნი კიდევ ერთი სიზნელის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე. მათ სურთ აღფრთოვანდნენ მხატვართა უნარით, გამოსახონ დანახული საგნები. მათ ყველაზე მეტად ის სურათები მოსწონთ, რომლებიც რეალურად გამოიყურება. ერთი მხრივ ვერ ვიტყვი, რომ ეს უმნიშვნელო ხედვაა. მართლაც პატივისცემას იმსახურებს ის ნიჭი და მოთმინება, რომელიც ხილული სამყაროს ზუსტ გადმოცემას სჭირდება. ძველი დროის დიდი მხატვრები უდიდეს შრომას ახარჯავდნენ ნაწარმოებებს, რომლებზედაც უმცირესი წვრილმანიც გულდასმითაა დატანილი. დიურერის აკვარელით შესრულებული კურდღელი ამ გულის ამაჩუღებელი მოთმინების ერთ-ერთი სახელგანთქმული მაგალითია. მაგრამ განაშეგვიძლია ვთქვათ, რომ რემბრანდტის სპილო მასზე უარესია, მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკლებ დეტალს შეიცავს. მართლაც, რემბრანდტი ისეთი ჯადოქარი იყო, რომ სპილოს დანაოჭებული კანი ცარცით გაკეთებული რამდენიმე ხაზით დაგვანახა. მაგრამ რეალური ნახატების მოყვარულთათვის ესკიზურობა ყველაზე საწყენი რამ როდია. მათ უფრო ისეთი ნამუშევრები აღაშფოთებთ, რომლებიც მათი აზრით არასწორად არის დახატული. მით უმეტეს თუ ისინი მოგვიანო ხანისაა, როდესაც მხატვარს მეტი მოეთხოვება. თანამედროვე ხელოვნებაზე მსჯელობისას ჯერ კიდევ ბევრი საყვედური გვესმის. მაგრამ სინამდვილეში ბუნების დამახინჯებაში გაუგებარი და უჩვეულო არაფერია. Disney-ის ანიმაციის ნახვა ან comics-ის დათვალიერებაც კი ყველაფერს ნათელს ხდის. ზოგჯერ საჭიროა საგანი სხვაგვარად გამოსახო, ამა თუ იმ სახით შეცვალო ან დაამახინჯო იგი. მიკი მაუსი მაინც და მაინც არ გავს ნამდვილ თაგვს, მაგრამ მისი კუდის სიგრძის გამო აღშფოთების გამომხატველ წერილებს გაზეთებში არავინ აქვეყნებს. Disney-ის ზღაპრული სამყაროს სტუმრები ხელოვნების ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებულ გაგებას არ დაეძებენ. არც ანიმაციებს უყურებენ იმავე განთხოვითა და მოთხოვნებით შეიარაღებულნი, როგორითაც თანამედროვე მხატვრების გამოფენებზე მიდიან. მაგრამ მამლის ხატვისას პიკასო ფრინველის გარე ნიშნების გადმოცემას არ დასჯერდა. მან მამლის აგრესიულობა, თავხედობა და სიბრიყვე გადმოგცა. ერთი სიტყვით, პიკასომ კარიკატურას მიმართა. შეხედეთ, როგორი დამაჯერებელია ეს კარიკატურა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, როდესაც სურათში უზუსტობას ვიპოვით, ჩვენს თავს ორი კითხვა უნდა დავუსვათ. პირველი, იქნებ მხატვარს რაიმე მიზეზი ქონდა, რომ ნახატზე სხვაგვარად შეცვლილად გამოესახა ის, რასაც ხედავდა? ხელოვნების ამბის შესწავლისას ბევრი ასეთი მიზეზის შესახებ შევიტყობთ. მეორე, ნამუშევარი არასწორად დახატვის გამო არ უნდა დავგმოთ, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ჩვენ მართლები ვართ, მხატვარი კი ცდება. ყველანი მიდრეკილნი ვართ, სწრაფად დავასკვნათ ხოლმე. საგნები სინამდვილეში ასეთი არ არის. ჩვენ ერთი საინტერესო ჩვევა გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ბუნება მუდამ ისეთი უნდა იყოს, როგორადაც მას ჩვენთვის ჩვეულ ნახატებზე ვხედავთ. ამის მაგალითად შეიძლება ერთი განსაცვიფრებელი, არც თუ ძველი აღმოჩენა მოვიყვანოთ. მრავალთაობას უნახავს ცხენთა ჯირითი. დასწრებია დოხსა და ნადირობას, დამთკბარა სურათებითა და გრავიურებით, რომლებზედაც ცხენოსანთა შეტევა ან ნადირის დევნაა გამოსახული. მაგრამ როგორც ჩანს, ამ ადამიანებს არასოდეს შეუმჩნევიათ სინამდვილეში როგორ გამოიყურება ცხენის რბოლისას. სურათებსა და გრავიურებზე ცხენები ჩვეულებრივ ნაჩვენებია მთლიანად ჰაერში ამხტარი, გაშვერილი ფეხებით.
ასეა თუნდაც მე-19 საუკუნის დიდ ფრანგ ფერმწერ თეოდორ ჟერიკოსთან, ეპსომის დოღის მისეულ სახელგანთქმულ გამოსახულებაზე. დაახლოებით 50 წლის შემდეგ, როდესაც ფოტოკამერა საკმაოდ სრულყვეს სწრაფად მოძრავი ცხენების მომენტალური სურათების გადასაღებად, გაირკვა, რომ მხატვრებიცა და მაყურებლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდებოდნენ. არც ერთი მოჯირითე ცხენი არ მოძრაობს ისე, როგორც ბუნებრივი გონია. სარბოლისას სინამდვილეში მიწას ხან ერთი ფეხია აცილებული, ხან მეორე. წუთით თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ სხვანაირად ვერც იქნებოდა. მიუხედავად ამისა, როდესაც მხატვრებმა ამ ახალ აღმოჩენაზე დაყრდნობით ცხენის რეალური მოძრაობის ხატვა დაიწყეს, ყველა მოჰყვა ჩივილს, რომ მათი სურათები არაზუსტი იყო. ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესი შემთხვევაა, მაგრამ მსგავსი შეცდომები სულაც არ არის ისე იშვიათი, როგორც შეიძლება გვეგონოს. ყველას გვახასიათებს მხოლოდ და მხოლოდ საყოველთაოდ მიღებული ფორმები და ფერები მივიჩნიოთ სწორად. ზოგჯერ ბავშვებს გონიათ, რომ ვარსკვლავებს ვარსკვლავის ფორმა აქვთ, თუმცა რასაკვირველია, ეს ასე არ არის. ვისაც დაუჟინია, სურათზე ცა უთუოდ ლურჯი უნდა იყოს, ბალახი კი მწვანეო. დიდად არ განსხვავდებიან ამ ბავშვებისაგან. ისინი აღშფოთებას ვერ მალავენ, როდესაც სურათზე სხვა ფერებს დაინახავენ, მაგრამ თუ შევეცდებით დავივიწყოთ ყველაფერი, რაც მწვანე ბალახსა და ლურჯ ცაზე გვსმენია და სამყაროს ისე შევხედავთ, თითქოს ესა უცხო პლანეტელი მოგზაურებივით ჩამოვედით და მას პირველად ვხედავთ, შეიძლება საგნების სრულიად მოულოდნელი ფერებითაც დავინახოთ. მხატვრები ხანდახან სწორედ ასეთ ახალი გზის განკვალავებად გრძნობენ თავს. მათ სურთ სამყარო ახლებურად დაინახონ, გააქარწყლონ საყოველთაოდ მიღებული ცნებები თუ განწყობები. ვითომ სხეული ვარდისფერია, ვაშლი, ყვითელი ან წითელი. ადვილი არ არის თავი დააღწიო ასეთ წინასწარ ჩამოყალიბებულ აზრებს, მაგრამ ხშირად ყველაზე ამაღელვებელ ნაწარმოებებს ის მხატვრები ქმნიან, რომლებმაც ეს ყველაზე კარგად მოახერხეს. სწორედ ისინი გვასწავლიან ბუნებაში იმ ახალი მშვენიერების დანახვას, რომელიც ადრე არც კი მოგვლანდებია. თუ მიუყვებით და ვისწავლით მათგან, შეიძლება საკუთარი ფანჯრიდან ერთი გადახედვაც კი თავბრუდამხვევ თავგადასავლად გვექცეს. არაფერი ისე არ აბრკოლებს ხელოვნების დიადი ნაწარმოებებით თქმობას, როგორც ის, რომ არ გსურს ჩვენს ჩვეულებებსა და უმსჯელობებს შეველიოთ. სურათებს, რომლებიც ნაცნობ საგნებს უჩვეულო სახით წარმოგვიჩენს, ხშირად მხოლოდ იმიტომ იწუნებენ, რომ ისინი არასწორად ეჩვენებათ. რაც უფრო ხშირად შეხვედრივართ ხელოვნებაში რაიმე ამბის გამოსახულებას, მით უფრო ჯიუტად გვჯერა იმისა, რომ ეს ამბავი მუდამ მსგავსადვე უნდა გამოისახებოდეს. განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევს ბიბლიური სიუჟეტები. თუმცა ყველამ ვიცით, რომ წმინდა წერილში იესოს გარეგნობაზე არაფერია ნათქვამი. არც ღმერთი შეიძლება ადამიანის სახით ჩნდებოდეს. ხოლო მათი ჩვენთვის ჩვეული ხატებანი პირველად ძველი დროის ხელოვანებმა შექმნეს, ზოგიერთი მაინც ფიქრობს, რომ ტრადიციული ფორმებისგან გადახვევა მქრეხელობის ტოლფასია. სინამდვილეში კი წმინდა წერილის ამბების სრულიად ახლებურად წარმოდგენას სწორედ ის ხელოვანები ცდილობდნენ, რომლებიც მას განსაკუთრებული კრძალვითა და ყურადღებით კითხულობდნენ. ისინი ცდილობდნენ ყველა ადრე ნანახი სურათი დაევიწყებინათ და წარმოედგინათ, როგორ იწვა ჩვილი ქრისტე ბაგაში და როგორ მივიდნენ ცხემსები მისთვის თაყვანის საცემად, ან როგორ დაიწყეს მებადურებმა სახარების ქადაგება. დიდ ხელოვანთა ამ ცდას ძველი ტექსტი სრულიად ახლებურად წაიკითხონ. არაერთხელ აღუშფოთებია და განურისხებია უგუნური ადამიანები. ტიპურია ამ მხრივ ის სკანდალი, რომელიც მე-17 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე კარავაჯოს თამამი, რევოლუციონერი იტალიელი მხატვრის გამო ატყდა. მას რომის ერთ-ერთი ეკლესიის საკურთხევლისთვის წმინდა მათეს სურათი შეუკვეთეს. წმინდანი მხატვარს სახარების წერისას უნდა აღებეჭდა, ხოლო იმის საჩვენებლად, რომ სახარებაში ღვთის სიტყვაა განცხადებული, ტილოზე მისი შთამაგონებელი ანგელოზიც უნდა ყოფილიყო გამოსახული. კარავაჯო, ეს მდიდარი წარმოსახვის პატრონი და უკომპრომისო ახალგაზრდა მხატვარი, ჩაუფიქრდა იმას, თუ როგორი სანახავი იქნებოდა ხანდაზმული ღარიბი მუშაკი, გადასახადის ჩვეულებრივი ამკრეფი, რომელსაც უეცრად წიგნის დასაწერად დაჯდომა მოუხდა.
ჰოდა დახატა კიდევაც წმინდა მათე, მელოტი. შიშველი და მტვრიანი ფეხებით. მას უხერხულად ჩაობღუჯავს ვეება ტომი და დაძაბული წარბშეჭმუხნილი ეშურება მისთვის უჩვეულო შრომას, წერას. მის გვერდით მხატვარმა გამოსახა ყრმა ანგელოზი, რომელიც თითქოს ესესაა ზეგარდ მოგადმოვიდა და ახლა ფრთხილად წარმართავს მუშაკის ხელს, სწორედ ისე, როგორც მასწავლებელი ასწავლის ბავშვს წერას. კარვაჯომ ეს სურათი ეკლესიაში მიიტანა, სადაც ის საკურთხეველთან უნდა მოეთავსებინათ. ხალხი აღშფოთდა, მათ ნახატი წმინდანის უპატივცემლობად მიიჩნიეს. სურათი არ მიიღეს და კარავაჯო კვლავ საქმეს შეუდგა. ამჯერად ის ბედს აღარ სცდიდა. მან ზუსტად მისდია აღიარებულ წარმოდგენას. იმის თაობაზე, თუ როგორები უნდა იყვნენ წმინდანი და ანგელოზი. შედეგად, კვლავ კარგი სურათი მივიღეთ. რადგან მხატვარი ძალიან ეცადა, იგი ცოცხალი და საინტერესო გამოსულიყო, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ეს ნამუშევარი პირველზე ნაკლებად წრფელი და ნაკლებად უშუალოა. ეს ამბავი ჩინებულად გვიჩვენებს, როგორი ზიანის მოტანა შეუძლიათ იმათ, ვინც უმართებულო მოსაზრებით აკრიტიკებს და იწუნებს ხელოვნების ნაწარმოებებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ იგი გვაგებინებს. რასაც ხელოვნების ნაწარმოებებს უწოდებთ, რაღაც იდუმალი ძალის ნამოქმედარი კი არა, ცოცხალი ადამიანის მიერ, ასევე ცოცხალ ადამიანთათვის შექმნილი საგნებია. კედელზე ჩამოკიდებული შემინული და მოჩარჩოვებული სურათი ძალიან შორეულ რამედ გვეჩვენება. ჩვენს მუზეუმებში აკრძალულია, სავსებით სწორადაც, დასათვალიერებლად გამოფენილი საგნების შეხება. მაგრამ თავიდან ისინი სწორედ შესახებად, ხელში დასაჭერად კეთდებოდა. მათ გამოვაჭრობდნენ, გამათობდნენ, მათზე წუხდნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი მათი ხაზი ხელოვანის გარკვეული გადაწყვეტილების შედეგად გაჩნდა, რომ იგი ეჭვობდა უკანა პლანზე გამოსახული ხე დაეტოვებინა, თუ ხელახლა დაეხატა, რომ მას ახარებდა ფუნჯის მარჯვენ მოსმა, რომლის წყალობითაც უცებ უჩვეულოდ აათო მზით გასხივოსნებული ღრუბლები. ან რომ ჩახატული ფიგურები უხალისოდ მხოლოდ დამკვეთის დაჟინებული თხოვნით ჩასვა ნახატში. იმ სურათებისა და ქანდაკებების უმრავლესობა, რომლებიც ახლა მუზეუმებისა და გალერეების კედლების გასწვრივ ჩაგვირიგებია, სულაც არ იყო ჩაფიქრებული ხელოვნების გამოსაფენ ნიმუშებად. ისინი გარკვეულ ვითარებაში ამა თუ იმ მიზნით იქმნებოდა. და როცა მუშაობას შეუდგებოდა, მხატვარი სწორედ ამაზე ფიქრობდა. თუმცა ხელოვანები იშვიათად საუბრობენ იმ იდეებზე, რომლებიც ასე გვაღელვებს ჩვენ, გარეშე პირთ. მშვენიერება იქნება ეს თუ გამომსახველობა. ყოველთვის არა, მაგრამ მრავალი საუკუნის განმავლობაში ეს ასე იყო და ახლაც ასეა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ხშირად ხელოვანები მორიდებული ხალხია. მშვენიერების მსგავსი მაღალფარდოვანი სიტყვები მათ აკრთობთ. საკუთარი განცდების გამოხატვაზე საუბარი და მსგავსი მოდური სიტყვების გამოყენება მეტისმეტ კადნიერებად ეჩვენებათ. ესეთი რამეები მათთვის თავისთავად ცხადია. და მათზე საუბარი ფუჭი. ერთი საკმაოდ საპატიო მიზეზი ესაა, მაგრამ არის სხვაც. ამგვარი იდეები გაცილებით ნაკლებადაა ხელოვანის ყოველდღიური საზრუნავი, ვიდრე ეს ჩვენ გარეშე პირთ გგონია. სიტყვით საკმაოდ ძნელი გამოსათქმელია, თუ რა აწუხებს მხატვარს, როდესაც იგი სურათის დახატვას გეგმავს, ჩანახატს აკეთებს, ან ფიქრობს დაასრულა თუ არა უკვე ტილო. იგი ალბათ იტყოდა, რომ ფიქრობს სწორად აკეთებს თუ არა. მაშასადამე, მხოლოდ მაშინ გავიგებთ რა სურდა მხატვარს, თუ მიუხვდებით, რას ნიშნავს მისთვის მოკრძალებული სიტყვა კარგი. ამის გასაგებად ერთადერთი გზა მეგულება, საკუთარ გამოცდილებას უნდა მივმართოთ. რასაკვირველია, ჩვენ არ ვართ მხატვრები, შესაძლოა არასოდეს დაგვიხატავს სურათი და არც მომავალში ვაპირებთ ამას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არასოდეს დავმდგარვართ იმგვარი სიძნელეების წინაშე, როგორებსაც მხატვრები აწყდებიან. ხრმად ვარ დარწმუნებული, არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც ასეთი სირთულეები, თუნდაც უმარტივესი სახით არ შეხვედრია. ვისაც ოდესმე ყვავილების თაიგული შეუგრავს, მას უცდია ფერების გადმონაცვლება, ერთგან მოკლება, სხვაგან კი დამატება და მას გამოცდილი აქვს ის საკვირველი გრძნობა, რომელიც ადამიანს ფორმებისა და ფერების შეხამების მცდელობისას ეუფლება.
არადა სიტყვით ვერც ახსნის, მაინც როგორ ჰარმონიას ესწრაფვის ამ დროს. ჩვენ უბრალოდ გგზნობთ, რომ წითელი აქ ყოველივეს ასხვაფერებს, ან ეს ლურჯი თავისთავად ჩინებულია, მაგრამ სხვებს არ უხდება. ან უეცრად აღმოვაჩენთ, რომ პატარა მწვანე რტოს შეუძლია ყველაფერი გამოასწოროს. ხელი აღარ დააკარო, ამოვიძახებთ ხოლმე მაშინ. ეხლა კარგია. ვერ დავიჟინებ, რომ ყვავილების შესახამებლად ყველა ასე იწუხებს თავს, მაგრამ ყველას აქვს რაღაც, რაც უნდა რომ კარგად გააკეთოს. ზოგს სურს კაბას შესაფერისი ქამარი შეურჩიოს. ზოგი კი სულაც იმაზე ზრუნავს, პუდინგი და კრემი თეფშზე სწორი შეფარდებით გადაიღოს. რაც უნდა ტრივიალური იყოს ეს შემთხვევები, ყველგან იგრძნობა, რომ რაღაცის დამატებით თუ მოკლებით წონასწორობა ირღვევა და მხოლოდ ერთი სწორი შეფარდება არსებობს. ვინც ყვავილების, ტანსაცმლის ან საჭმლის შესახებ ამდენს ფიქრობს, მათ შეიძლება წუნია დაუძახოთ, რადგან გრძნობთ, რომ ეს ყველაფერი ამდენ დავიდარაბად არ ღირს. მაგრამ ის, რაც ყოველდღიურობაში ცუდი ჩვევის სახით ვლინდება და რასაც ებრძვიან და მალავენ კიდეც, ხელოვნების სამყაროში აუცილებელი თვისებაა. როდესაც საქმე ფერთა და ფორმათა შეთანხმებასა თუ შეხამებას ეხება, ხელოვანი აუცილებლად წუნიაც უნდა იყოს და უსაზღვროდ მომთხოვნიც. მას ელფერთა და ტექსტურის ისეთი სხვაობების დანახვა შეუძლია, რომელთაც ჩვენ ვერც კი შევნიშნავთ. ამასთანავე მისი საქმე გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვენთვის ყოფა ცხოვრებიდან ცნობილი ნებისმიერი რამ. მხატვარმა მხოლოდ 2 ან 3 ფერის, ფორმისა ან გემოვნების დაბალანსება კი არ უნდა შეძლოს, არამედ ჩამოთვლილთა ნებისმიერი რაოდენობით ჟონგლირება მოახერხოს. თავის ტილოზე მას ასობით ფერი და ფორმა აქვს, რომლებიც მანამდე უნდა უხამოს ერთმანეთს, სანამ ეს სწორად არ გამოუვა. მწვანე ლაქა უცებ გაყვითულდება, რადგან იგი მეტისმეტად ახლოს აღმოჩნდა მჭახე ლურჯთან. მხატვარი გძნობს, რომ საქმე გაფუჭდა, სურათში დისჰარმონია გაჩნდა და ახლა ყველაფერი თავიდანაა დასაწყები. ამ პრობლემამ შეიძლება სასოწარკვეთაში ჩაგდოს, შეიძლება მასზე ფიქრში ღამეები თეთრად გაათენოს და მთელი დღის განმავლობაში სურათის წინ იდგეს, ხან აქ სცადოს საღებავის წაწყება, ხან იქ, შემდეგ კი კვლავ წაშალოს ყველაფერი. ჩვენ, გარეშე პირები, კი ძნელად თუ შევამჩნევდით რაიმე სხვაობას. მაგრამ როცა მხატვარი სასურველ შედეგს წარმატებით მიაღწევს, ჩვენ ვგრძნობთ, რომ მან რაღაც ისეთი შექმნა, რასაც ვერაფერს დაამატებ, რაც სწორია. ჩვენს მეტად არასრულყოფილ სამყაროში სრულყოფილების ნიმუში შემოგთავაზა. დავაკვირდეთ რაფაელის ცნობილ ნახატებს ღვთისმშობლის გამოსახულებით, მაგალითად ღვთისმშობელი მდელოზე. იგი უდაოდ მშვენიერია და მიმზიდველიც. ფიგურები შესანიშნავადაა დახატული. წმინდა ქალწულს კი, რომელიც 2 ბავშვს დახურებს, ნამდვილად დაუვიწყარი გამომეტყველება აქვს. მაგრამ თუ ამ სურათისთვის რაფაელის მიერ გაკეთებულ ჩანახატებს ნახავთ, მივხვდებით, რომ მას ეს დეტალები ნაკლებად აფიქრებდა. ეს მისთვის თავისთავად ცხადი, ბუნებრივი რამ იყო. სამაგიეროდ, იგი დიდხანს ეძებდა ფიგურების კარგ შეხამებას, მათ შორის იმ დამოკიდებულებას, რომელიც ჰარმონიულ მთელს შექმნიდა. მარცხენა კუთხეში მოცემულ სახელდახელო ჩანახატში ჩვილი ქრისტე დედას შორდება და უკან და ზევით იღურება დედისკენ. აქვე არის ჩახატული დედის თავის რამდენიმეგვარი მდგომარეობა კრმის მოძრაობის საპასუხოდ. შემდეგ რაფაელმა გადაწყვიტა კრმა შემოეტრიალებინა და მას ახლა ამგვარად შეეხედა დედისთვის. კიდევ ერთი ცდა, მხატვარმა ახლა კრმა წმინდა იოანე შემოიყვანა, მაგრამ ჩვილი ქრისტეს მზერა მისკენ კი არა, სურათის გამოღმა მიმართა. შემდეგ კიდევ ერთხელ სცადა და აშკარად მოთმინება დაკარგულმა კრმის თავი მრავალ სხვადასხვა მდგომარეობაში მოსინჯა. მის საეთიუდო ალბომში რამდენიმე ესეთი ფურცელია, რომლებზედაც ის ისევ და ისევ ცდილობს, რაც შეიძლება უკეთ დააბალანსოს ეს 3 ფიგურა. ეხლა კი, თუ კვლავ დასრულებულ სურათს მიუბრუნდებით, ნახავთ, რომ რაფაელმა საბოლოოდ მაინც მიაგნოს საუკეთესო ვერსიას. გვეჩვენება, რომ აქ ყველაფერი თავის ადგილზეა. რაფაელის მძიმე შრომის შედეგს, სიმცხოვრესა და ჰარმონიას ძლივს გავამჩნევთ. იმდენად ბუნებრივად და ძალდაუტანებლად არის ისინი გადმოცემული. არადა სწორედ ეს ჰარმონია ხდის ღვთისმშობელს კიდევ უფრო მშვენიერს. ბავშვებს კი
კიდევ უფრო საყვარელს. ძალიან საინტერესოა მხატვარზე დაკვირვება იმ დროს, როდესაც ის შესაფერის შეხამებებს ეძებს. მაგრამ თუ მას ვკითხავთ, ეს რატომ გააკეთე ან ის რატომ შეცვალეო, შესაძლოა ვერაფერი გვიპასუხოს. იგი რაიმე დადგენილ წესებს არ მისდევს. მხოლოდ თავის გრძნობებს მიხვება. მართალია, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ზოგიერთმა მხატვარმა თუ კრიტიკოსმა ხელოვნების თავისი კანონების ფორმულირება სცადა. მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. ის საბრალო მხატვრები, რომლებიც ამ წესებს იცავდნენ, ვერაფერს აღწევდნენ. დიდი ოსტატები კი, რომლებიც წესებს არაფრად დაგიდევდნენ, წარმატებით ქმნიდნენ ახლებურ ჰარმონიას. ისეც ადრე ფიქრადაც რომ არავის მოსვლია. დიდმა ინგლისელმა ფერმწერმა სერ ჯოშუა რეინოლდსმა სამეფო აკადემიაში თავის სტუდენტებს განუცხადა, ცისფერი სურათის წინა პლანზე არ გამოიყენება. ის შორეული ხედებისა და ჰორიზონტზე მიმქრალი სერებისთვის არის შესაფერისიო. მისმა მეტოქე გეინსბორომ კი, ასე ამბობენ, მოისურვა დაემტკიცებინა, რომ ამგვარი აკადემიური წესები უმეტესწილად სისულელია. მან დახატა სახელგანთმული ცისფერი ბიჭუნა, რომლის ცისფერი სამოსი წინა პლანზე, სურათის ცენტრში, თავმომწონედ ბრწყინავს რბილ ყავისფერ ფონზე. ასიმართლე ისაა, რომ ამგვარი წესების ჩამოყალიბება შეუძლებელია, რადგან წინასწარ ვერ გაითვალისწინებ, რისი მიღწევა შეიძლება მოინდომოს ხელოვანმა. მას შეიძლება ნახატში დისონანსის შეტანა სურდეს, თუ გრძნობს, რომ ეს სწორია. რადგან არ არსებობს წესები, რომელთა მიხედვითაც სურათი ან ქანდაკება სწორი იქნებოდა, ჩვეულებრივ შეუძლებელია იმის ახსნაც, მაინც რატომ მივიჩნევთ მას ხელოვნების დიდ ნაწარმოებად. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყველა ნაწარმოები ერთნაირი ღირებულებისაა, ან გემოვნებაზე არ უნდა ვიდაოთ. სხვა სარგებლობა რომც არ მოიტანოს, ამგვარი დავა ჩვენს ყურადღებას ისევ სურათებს მიაპყრობს. და რაც უფრო მეტად დავაკვირდებით მათ, მით უფრო მეტ ისეთ რამეს შევამჩნევთ, რაც ადრე გამოგვპარვია. ამგვარად ჩვენ ნელ-ნელა გვიყალიბდება იმ სხვადასხვაგვარი ჰარმონიულობის შეგრძნების უნარი, რომელსაც ხელოვანთა ესა თუ ის თაობა ესწრაფოდა. ჰარმონიულობის განცდის წყალობით ხელოვნების ნიმუშებისგან კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებთ. ყველაზე მთავარი კი სწორედ ეს არის. იქნებ მართალიც არის, ძველი ანდაზა. გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ გემოვნება შეიძლება გაუმჯობესდეს. ესეც ჩვენი ზოგადი გამოცდილებიდან ვიცით და ამის შემოწმებაც ძალიან ადვილია. სმას შეუჩვეველი ადამიანისთვის ჩაი ერთია. იგი ჩაის სხვადასხვანაირ შეზავებებს არად დაგიდებთ. მაგრამ თუ მას ექნება დრო და სურვილი და შემთხვევაც მიეცემა სხვადასხვა ტიპის დახვეწილი ჩაი გასინჯოს, იგი ნამდვილი ექსპერტი გახდება და ზუსტად ეცოდინება, როგორი სახეობა ან ნაზავი ურჩევნია. ხოლო მისი მომატებული ცოდნა უნატიფესი შენაზავისაგან მიღებულ სიამოვნებასაც გაზრდის. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხელოვნებასთან მიმართებით გემოვნება გაცილებით უფრო რთული მოვლენაა, ვიდრე ჭამა სმის გემოვნება. ხელოვნების შეფასება მართლაც უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმეა, ვიდრე სხვადასხვაგვარ არომატთა აღმოჩენა. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, დიდმა ოსტატებმა თავიანთ ნამუშევრებში დიდი შრომა ჩადეს, მათ გამო იტანჯებოდნენ და ჭირისოფლს ღვრივდნენ. ასე რომ იმის მოთხოვნის უფლება მაინც აქვთ, რომ მათი განზრახვის გაგებას ვეცადოთ. ხელოვნების ბოლომდე შეცნობა შეუძლებელია. იგი მუდმივად ახალი აღმოჩენების საბადოა. ხელოვნების დიადი ნაწარმოებები ყოველი ნახვისას სხვაგვარი გეჩვენება. ისინი თითქოს ნამდვილი ადამიანივით ამოუწურავი და ამოუცნობია. ხელოვნება ცალკე სამყაროა, თავისი თავგადასავლებითა და უცნაური კანონებით. შეუძლებელია მასზე ყველაფერი ვიცოდეთ, რადგან არც არავინ იცის. ალბათ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ხელოვნების ნიმუშებით რომ დავთქმეთ, ამისთვის გონება გახსნილობა გჭირდება. თავისუფლად უნდა შევძლოთ ფარული მინიშნებებისა და ჰარმონიის ამოცნობა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენი გონება ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებითა და მზამზარეული ფრაზებით არ იყოს დამძიმებული. ჯობია ხელოვნებაზე არაფერი იცოდე, ვიდრე ნახევრად მცოდნე სნობი იყო. საფრთხე კი ძალიან რეალურია.
არიან ადამიანები, რომელთაც შეთვისებული აქვთ ჩემ მიერ ამ თავში გამოთქმული მარტივი მოსაზრებები და ესმით, რომ არსებობს დიდი ნაწარმოებები, რომლებსაც არა აქვს იმის მკაფიო ნიშნები, რომ მშვენიერი, გამომსახველი და სწორად დახატული უწოდა. მაგრამ ისინი ისე ამაყობენ თავიანთი ცოდნით, რომ მხოლოდ ისეთი ნაწარმოების შექებას პედავენ, რომელიც არც მშვენიერია და არც სწორად დახატული. მათ მუდამ იმის შიში აქვთ. Why თუ ვინმემ გაუნათლებლად ჩაგთვალოს, თუ კი ვაღიარებთ, რომ რომელიმე აშკარად თვალისთვის საამო, ან გულში ჩამწვდომი ნაწარმოები მოგწონს. ეს ადამიანები სნობებად იქცევიან. ბოლოს და ბოლოს მათ ხელოვნებისგან სიამონების მიღება აღარ შეუძლიათ და ძალიან საინტერესოს უწოდებენ ყველაფერს, რაც სინამდვილეში აღიზიანებთ. სულაც არ მინდა რამე ამგვარ გაუგებრობაში მიმიწვოდეს ბრალი. მირჩევნია საერთოდ არ დამიჯერონ, ვიდრე ასე უკრიტიკოდ მიიღონ ჩემი სიტყვები. მომდევნო თავებში ხელოვნების ისტორიაზე, ანუ შენობების, სურათებისა და ქანდაკებების შექმნის ისტორიაზე ვისაუბრებ. ვფიქრობ, ამ ისტორიის ცოდნა დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ მუშაობდნენ ხელოვანები ასე და არა სხვაგვარად. ან რატომ ცდილობდნენ ამა თუ იმ ეფექტის მიღწევას. რაც მთავარია, ეს საშუალებას მოგცემს თვალი შევაჩვიოთ ხელოვნების ნაწარმოებთა კონკრეტულ მახასიათებლებს. ეს კი თავის მხრივ გააძლიერებს ჩვენს უნარს, უფაქიზესი სხვაობებიც კი შევნიშნოთ. შესაძლოა ეს ჯეროვნად თქმობის სწავლის ერთადერთი გზაც იყოს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ სრულებით უსაფრთხო გზა არ არსებობს. შეიძლება შეგინიშნოთ გალერეაში კატალოგით ხელში მოსიარულე ადამიანები. ისინი თითოეული სურათის წინ ჩერდებიან და გამალებით იწყებენ მისი ნომრის ძებნას. წიგნს ფურცლავენ და როგორც კი საჭირო ნომერსა და სათაურს მიაგნებენ, მაშინვე გზას აგრძელებენ. მათ არაფერი დააკლდებოდათ. სახლიდან ფეხიც რომ არ გაედგათ, მათ ხომ ნახატისთვის არც კი შეუხედოთ, მხოლოდ კატალოგს გადახედეს. ეს ერთგვარი გონებრივი მოკლე ჩართვაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სურათით თქმობასთან. მსგავსი საფრთხე ემუქრებათ ზოგჯერ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც უკვე აქვთ გარკვეული ცოდნა ხელოვნების ისტორიაში. ხელოვნების ნაწარმოებს რომ დაინახავენ, ისინი მის საცქერად კი აშეყონდებიან ხოლმე, არამედ შესაბამისი იარლიღის გახსენებას იწყებენ. მათ გაუგონიათ, რომ რემბრანტი ცნობილია თავისი კიაროსკუროთი. ეს უკანასკნელი შუქჩრდილების აღმნიშვნელი იტალიური ტექნიკური ტერმინია. ამიტომ რემბრანტის ნამუშევართან თავს ბრძნულად დააქნევენ. ჩაილაპარაკებენ. დიდებული კიაროსკუროაო და მეზობელ სურათს მიაშურებენ. მინდა გულახდილად ვისაუბრო სნობიზმისა და სანახევრო ცოდნის საფრთხეზე. რადგან ადამიანები ამგვარ ცდუნებას ადვილად ავყვებით ხოლმე და ვშიშობ, რომ ჩემმა წიგნმა შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს ცდუნება. მე მსურს მკითხველებს თვალები აუხილო და არა ფუჭად ავალაპარაკო. ხელოვნებაზე ჭკვიანურად საუბარი ძნელი არ არის. კრიტიკოსთა მიერ ნახმარი სიტყვები უკვე იმდენ განსხვავებულ კონტექსტში გამოიყენეს, რომ მათ ყოველგვარი სიზუსტე დაკარგეს. გაცილებით რთულია, თუმცა გაცილებით მეტის მომცემიც, რომ სურათს ახლებურად შევხედოთ და მასში სიახლეების საპოვნელად ვიმოგზაუროთ. არავინ იცის ამ მოგზაურობიდან რას ჩამოვიდანთ. თავი პირველი. უჩვეულო გარიჟრაჟი. წინარეისტორიული და პირველყოფილი ხალხები. ძველი ამერიკა. ჩვენ ისევე არ ვიცით, როგორ წარმოიშვა ხელოვნება, როგორც ის, საიდან გაჩნდა ენა. თუ ჩვენ ხელოვნებას უწოდებთ, თქვათ, ტაძრებისა და სახლების მშენებლობას, სურათებისა და ქანდაკებების შექმნას, ან და ნახშთა ქსოვას, მსოფლიოში ვერ აღმოვაჩენთ ხალხს, ხელოვნება რომ არ ჰქონდეს. მაგრამ თუ ხელოვნებად მოვიაზრებთ ფუფუნების მშვენიერ საგნებს, რომლებითაც მუზეუმებში და გამოფენებზე უნდა დავთქვეთ, ან და სასტუმროების საუკეთესო ოთახების საგანგებო ძვირფას სამშვენისებს, იმის აღიარება მოგვიწევს, რომ ამ გაგებით ეს სიტყვა უახლესმა დრომ მოიტანა და რომ წარსული ეპოქების მრავალ უდიდეს ხუროთ მოძღვარს, ფერმწერსა თუ მოქანდაკეს, იგი არც კი დასიზმრებია. ეს განსხვავება კარგად ჩანს არქიტექტურის მაგალითზე. ყველამ ვიცით, რომ არსებობს ლამაზი შენობები, რომ ზოგიერთი მათგანი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. მაგრამ ძნელად თუ ნახავთ მსოფლიოში შენობას, რომელიც რაიმე განსაზღვრული მიზნით არ აეგოთ, ვინც შენობას ღვთისმსახურებისათვის,
ან გასართობად, ან და საცხოვრებლად იყენებს. მას პირველ რიგში მომხმარებლის გადასახედიდან აფასებს. მაგრამ მან ასევე შეიძლება მოიწონოს ან დაიწუნოს შენობის პროექტი ან პროპორციები და დააფასოს კარგი ხუროთმოძღვრის მცდელობა, შენობა პრაქტიკულთან ერთად სწორიც იყოს. ძველად სურათებსა და ქანდაკებებსაც ხშირად ამგვარად უდგებოდნენ. ისინი უბრალოდ ხელოვნების ნაწარმოებებად კი არა, გარკვეული ფუნქციის მქონე საგნებად მოიაზრებოდა. სახლების ურიგო მსაჯულია, ვინც არ იცის რა დანიშნულებით აიგო ისინი. ასევე ვერ გაუგებთ ძველი დროის ხელოვნებას, თუ არ ვიცით, რა მიზანს ემსახურებოდა ის. რაც უფრო შორეულ წარსულს ვეცნობით, ვხედავთ, რომ მით უფრო ზუსტი და ამავე დროს უჩვეულოა ხელოვნებისადმი წაყენებული მოთხოვნები. იგივე მოხდება, თუ დიდი ან პატარა ქალაქებიდან სოფელში გადავინაცვლებთ, ან კიდევ უკეთესი, თუ ცივილიზებული ქვეყნებიდან იმ ხალხებთან გავემგზავრებით, რომელთა ცხოვრების წესი ახლაც წააგავს ჩვენი შორეული წინაპრებისას. ჩვენ მათ პრიმიტიულებს იმიტომ კი არ ვუტოდებთ, რომ ისინი ჩვენზე მარტივები არიან, მათი აზროვნება ხშირად ჩვენსაზე რთულია. არამედ იმიტომ, რომ მთელი კაცობრიობის თავდაპირველ მდგომარეობასთან უფრო ახლოს არიან. მათთვის პრაქტიკული თვალსაზრისით შენობასა და გამოსახულებას შორის განსხვავება არ არსებობს. ქოხები მათ წვიმისგან, ქარისგან, მცხუნვარე მზისგან და მათი გამომწვევი სულებისგან იცავს. გამოსახულებებმა კი ისინი სხვა ძალებისგან უნდა დაიფაროს, რომლებიც მათთვის ბუნების ძალებივით რეალურია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სურათები და ქანდაკებები მაგიურ საგნებად გამოიყენება. ჩვენი იმედი, გავიგოთ, რას წარმოადგენდა ხელოვნების უჩვეულო გარიჟრაჟი, ამაო იქნება, თუ არ ვეცდებით ჩავწვდეთ პირველ ყოფილი ხალხების გონებას და ვერ მივხვდებით, რას ნიშნავს სურათი სასიამოვნო სანახაობად კი არ გესახებოდეს, არამედ ძლავრ იარაღად იყენებდე. არ ამგონია, ეს გზნობა მაინც და მაინც ძნელი მოსახელთებელი იყოს. ამისთვის საჭიროა მხოლოდ საკუთარ თავთან სრული გულახდილობა და დაკვირვება. პრიმიტიულობისა. ჩვენც ხომ არ შემოგვრჩა რამე. მოდი გამყინვარების ხანიდან კი არა, ჩვენით დავიწყოთ. დაუშვათ, ხელთ მაქვს დღევანდელ გაზეთში დაბეჭდილი ჩემი საყვარელი სპორტსმენის სურათი. მე სიამოვნება მას ნემსით თვალები დავთხარო? განა ეს იგივე იქნება, რაც გაზეთის ნებისმიერ სხვა ადგილას გახვრეტა? არა მგონია. ცნობიერად შესანიშნავად ვიცი, რომ რაც არ უნდა მოუვიდეს ჩემი მეგობრის ან სათაყვანო ადამიანის სურათს, თავად მას ამით არაფერი დააკლდება. მაგრამ რაღაც გაურკვეველი გრძნობა მიშლის მისთვის ზიანის მიყენებას. სადღაც იმალება აბსურდული განცდა, რომ რაც სურათს დაემართება, მასზე გამოსახულ ადამიანსაც იგივე მოუვა. ხოლო თუ მართალი ვარ და ეს უჩვეულო, უგუნური აზრი ატომური ენერგიის ეპოქაშიც კი ცოცხლობს ჩვენში, აღარ უნდა გვიკვირდეს მისი არსებობა თითქმის ყველა ეგრეთ წოდებულ პირველ ყოფილ ხალხს. დედამიწის ყველა კუთხეში ექიმბაშები თუ ჯადოქრები ცდილობდნენ მაგიური ზემოქმედება ამ გზით მოეხდინათ. ისინი მტრის პატარა გამოსახულებებს აკეთებდნენ, ხოლო შემდეგ გულს გაუგმირავდნენ ხოლმე საბრალო თოჯინას, ან დაწვალდნენ მას და სჯეროდათ, რომ ამით მტერს ტანჯავდნენ. ამ ცრურტმენის გადმონაშთია თვით ის ფიტული, რომელსაც გაი ფოქსის დღეს ბრიტანეთში ვწვავთ. პირველ ყოფილ ადამიანს ზოგჯერ ნამდვილი საგნისა და მისი გამოსახულების ერთმანეთისგან გარჩევა უჭირს. ერთმა ევროპელმა მხატვარმა ძალიან შეაშფოთა ერთ-ერთი აფრიკული სოფლის მკვიდრნი იმით, რომ მათი საქონელი ჩაიხატა. თუ თან წაიყვან, ჩვენ როგორ გავიარსებოდო? ყველა ეს უჩვეულო წარმოდგენა ჩვენთვის იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნახატების გაგებაში გვეხმარება. ისინი კი ადამიანის ნიჭის სხვა ნებისმიერ გამოვლინებასავით ძველია. თუმცა, როდესაც ეს ნახატები პირველად აღმოაჩინეს მე-19 საუკუნეში, ესპანეთისა და სამხრეთ საფრანგეთის მღვიმეებისა თუ კლდეების კედლებზე, არქეოლოგებმა თავიდან ვერ დაიჯერეს, რომ ცხოველების ასეთი ცოცხალი, დამაჯერებელი გამოსახულებები გამყინვარების ხანის ადამიანის ნახელავი იყო. ამ მიდამოებში ქვისა და ძვლის უხეში იარაღების აღმოჩენამ თანდათან დაადასტურა, რომ ბიზონების, მამონტებისა თუ ჩრდილოეთის ირმების ეს გამოსახულებები
იმათი დახატულია, ვინც მათზე ნადირობდა და ამიტომაც იცნობდა ასე კარგად. უჩვეულო გრძნობა გეუფლებათ, როცა ამ ღვიმეებში ჩადიხართ, მთის გულში, უკუნ სიბნელეში. ზოგჯერ ვიწრო და დაბალი დერეფნებით მიდიხართ და უცებ გამყოლის ელექტროფარანი ხარის გამოსახულებას გაგინათებთ. ცხადია, რომ არავინ ჩაძროებოდა ასე ღრმად საშიშ მიწის ქვეშეთში, რათა უბრალოდ მოეხატა ასეთი მიუდგომელი ადგილი. უფრო მეტიც, ლასკოს მღვიმის ზოგიერთი ნახატის, სურათი 21, გამოკლებით, ეს გამოსახულებები ჩვეულებრივ ჭერსა და კედლებზე მოწესრიგებულად და ნათლად არც არის განაწილებული. პირიქით, ზოგჯერ ისინი ერთმანეთის თავზე სრულებით უტესრიგოდაა დახატული ან ამოკაწრული. ამ აღმოჩენების ახსნა ალბათ ის არის, რომ ისინი იმ საყოველთაო რწმენის უძველესი გამოხატულებაა, რომლითაც ნახატის შექმნას დიდი ძალა აქვს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ პირველ ყოფილ მონადირეებს ეგონათ, რომ თუ თავიანთ მსხვერპლს დახატავდნენ და სავარაუდოა დახატულს შუბებით ან ქვის ცულებით განგმირავდნენ კიდეც, ცოცხალი ნადირიც ვერსად გაექცეოდათ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ მას დამაჯერებლობას მატებს მხატვრული პრაქტიკა ჩვენი თანამედროვე პირველყოფილი ხალხებისა, რომლებმაც თავიანთი ძველი ჩვეულებები დღემდე შემოინახეს. მართალია, რამდენადაც ვიცით, მაგიის ზუსტად ასეთ სახეობას ამჟამად არც ერთი აღარ მისდევს. მაგრამ ხელოვნება მათ თვალში მაინც ძალზე მჭიდროდ არის დაკავშირებული გამოსახულების შესახებ ძალაზე მსგავს წარმოდგენებთან. ახლაც არსებობენ პირველყოფილი ხალხები, რომლებსაც მხოლოდ ქვის იარაღები აქვთ და ცხოველთა გამოსახულებებს მაგიური მიზნით კლდეებზე კაწრავენ. სხვა ტომები კი ხანგამოშვებით მართავენ დღესასწაულებს, რომელთა დროსაც ისინი ცხოველებად იმოსებიან და რიტუალური როკვისას ცხოველებისვე მოძრაობებს ბაძავენ. მათაც სჯერათ, რომ ამ გზით რაღაცნაირად იმორჩილებენ თავიანთ მსხვერპლს. ზოგ შემთხვევაში მათ ისიც სცამთ, რომ ამა თუ იმ ცხოველთ როგორღაც ზღაპრულად ენათესავებიან და თავს მგლისტომად, ყორნისტომად ან ბაყაყისტომად მიიჩნევენ. ეს ყოველივე საკმაოდ უჩვეულოდ გვეჩვენება, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ამგვარი წარმოდგენები ჩვენი დროისგან მაინც და მაინც დაშორებული არაა. რომაელების რწმენით, რომულუსი და რემუსი ძუმ გელმა გამოკვება. მისი ბრინჯაოს ქანდაკება რომში წმინდა კაპიტოლიუმზე ესვენა. ბოლო დრომდე კაპიტოლიუმის ძირში გალია იდგა, ცოცხალი ძუმ მგლით. ტრაფალგარის მოედანზე მართალია ცოცხალი ლომი არ ჰყავთ, მაგრამ ბრიტანული ლომი პოლიტიკური კარიკატურების აქტიური პერსონაჟია. ნასაკვირველია ძალიან დიდი განსხვავება ჰერალდიკისა თუ კარიკატურის სიმბოლიკასა და ტომის წევრთა საკუთარი ტოტემისადმი ღრმად სერიოზულ დამოკიდებულებას შორის. ისინი ტოტემს უწოდებენ თავიანთ მონათესავე ცხოველებს. ისე ჩანს, თითქოს ზოგჯერ ისინი სიზმრისეულ სამყაროში ინაცვლებენ, სადაც შეუძლიათ ერთდროულად ადამიანებიც იყვნენ და ცხოველებიც. ბევრ ტომს აქვს საგანგებო ცერემონიები, სადაც ისინი ამ ცხოველთა თვისებების მატარებელ ნიღბებს ატარებენ. და როცა ამ ნიღბებს იკეთებენ, შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ცხოველებად გარდაისახებიან და თავს ყორნებად ან დათვებად გრძნობენ. ეს ძალიან გავს ბავშვების მიერ მეკობრეობანას თუ დეტექტივობანას თამაშს, როდესაც მათ აღარ იციან, სად მთავრდება თამაში და სად იწყება სინამდვილე. მაგრამ ბავშვების გარშემო ყოველთვის არის დიდების სამყაროც. ადამიანებისა, რომლებიც ეუბნებიან, ასე ნუ ხმაურობთ, ან მალე ძილის დროა. პირველყოფილი ადამიანების ილუზიათა გასაქაროებლად კი მათ გვერდით არავინაა. რადგან თომის ყველა წევრი მონაწილეობს საწესო ცეკვებსა და წეს ჩვეულებებში, რომლებშიც ფანტასტიკური გარდასახვები თამაშდება. ყოველმა მათგანმა წინათაობებისაგან შეისწავლა მათი მნიშვნელობა და ისე შეისის ხორცა, რომ მათთვის თითქმის შეუძლებელია გვერდიდან კრიტიკულად შეხედონ თავიანთ ქცევას. თითოეულ ჩვენგანს აქვს რწმენა, რომელიც ისევე უეჭველი ჰგონია, როგორც პირველყოფილ ადამიანებს თავიანთი რწმენა წარმოდგენები. ხშირად იმდენად უეჭველი, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ მის არსებობას, ვიდრე ვიღაც სხვა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს. ყოველივე ზემოთქმულს ხელოვნებასთან თითქოს კავშირი არა აქვს, მაგრამ სინამდვილეში ეს გარემოებები არაერთგვაროვან ზეგავლენას ახდენს მასზე.
ხელოვნების მრავალი ნაწარმოები ასეთი უჩვეულო რიტუალებისთვის შეიქმნა. ისინი ჩაფიქრებული იყო არა მშვენიერ ქანდაკებად ან ნახატად, არამედ მოქმედ, სასურველი, მაგიური ზემოქმედების მქონე საგნად. უფრო მეტიც, ოსტატები მუშაობდნენ საკუთარი თანატომელებისთვის, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ, რას აღნიშნავდა ესა თუ ის ფორმა ან ფერი. ხელოვანთაგან არავინ მოელოდა მათ გადასხვაფერებას. მათ მხოლოდ სამუშაოს შესასრულებლად მთელი თავისი ნიჭისა და ცოდნის გამოყენება მოეთხოვებოდათ. პარალელების მოძიება ამ ხრივაც არ გაგვიჭირდება. ეროვნული დროშა არ შეიძლება იყოს მხოლოდ ლამაზად შეღებილი ნაჭერი, რომელსაც ყველა თავისი სურვილისამებრ გადაასხვაფერებს. არც საქორწინო ბეჭედია სამკაული, რომელსაც მოვიშორებთ, ან როგორც გაგვიხარდება, ისე გადავაკეთებთ. ოღონდ ჩვენი საზოგადოების მიერ მიღებული წესჩვეულებები მაინც გვიტოვებს არჩევანს, საკუთარი უნარისა და გემოვნების გამოვლენის საშუალებას. თუნდაც საშობაო ნაძვის ხე გავიხსენოთ. ყველამ ვიცით ზოგადად როგორი უნდა იყოს იგი. ყოველ ოჯახსაც კი აქვს თავისი ტრადიციები და საკუთარი შეხედულება იმაზე, თუ როგორია კარგად მორთული ნაძვის ხე. მიუხედავად ამისა, როდესაც მისი მორთვის ამაღელვებელი წუთი დადგება, გადასაწყვეტი კვლავ ბევრი გვაქვს. მოუხდება ამ ტოტს სანთელი? კიდევ ხომ არ დაუმატოთ ფჭყვიალები კენწეროზე? ეს ვარსკვლავი მეტისმეტად მძიმე ხომ არ ჩანს? ან ეს მხარე მეტისმეტად დატვირთული? უცხო თვალისთვის მთელი ჩვენი საქმიანობა შეიძლება ძალზე უცნაურიც კი ჩანდეს. შესაძლოა ვინმე ფიქრობდეს, რომ ხე ზიზილ პიპილების გარეშე გაცილებით ლამაზია, მაგრამ ჩვენთვის აქ ყველაფერს აქვს აზრი და ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ნაძვის ხის ჩვენი შეხედულებისამებრ მორთვას. პირველყოფილი ხელოვნებაც სწორედ ასეთი, წინ და წინ ცნობილი შედეგისკენაა მიმართული. თუმცა ხელოვანს მაინც რჩება თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ზოგიერთი პირველყოფილი ხელოსნის ტექნიკური ოსტატობა მართლაც რომ გასაოცარია. როდესაც პირველყოფილ ხელოვნებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სიტყვა ხელობის პრიმიტიულ დონეზე ფლობას სულად არ გულისხმობს. პირიქით, შეიძლება აღგვაფრთოვანოს მრავალი შორეული ტომის ხეზე, კვეთის, კალათების მოწვნის, ტყავის და თვით ლითონის დამუშავების ტექნიკა. თუ იმასაც წარმოვიდგენთ, რა მარტივი იარაღებითაა ნაკეთები ეს ნამუშევრები, განგვაცვიფრებს პირველყოფილი ოსტატების მოთმინება და საუკუნეთა განმავლობაში გაუმუშავებული ხელის სიმტკიცე. ახალი ზელანდიის მაორის ხალხმა მაგალითად ხეზე კვეთილობის ნამდვილი სასწაულების შექმნა იცის. სურათი 22. რასაკვირველია, ნივთი თუ ძნელი გასაკეთებელია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი ხელოვნების ნაწარმოებია. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ისინი, ვინც მინის ბოთლებში მოქცეული აფრებიანი ხომალდების მოდელებს ამზადებენ, უდიდეს ხელოვანთა შორის დაიმკვიდრებდნენ ადგილს. მაგრამ პირველყოფილ ხელოვანთა ოსტატობის ასეთი დასტური იმ თვალსაზრისისგან მაინც დაგვიცავს, თითქოს მათი ნაწარმოებები ასე უჩვეულო მხოლოდ იმიტომაა, რომ უკეთესის გაკეთება არ შეეძლოთ. მათ ჩვენგან ოსტატობის სტანდარტი კი არა, საკუთარი წარმოდგენები განასხვავებთ. მნიშვნელოვანია ამაზე ამთავითვე ვიყოთ შეთანხმებული. ვინაიდან ხელოვნების ისტორია არა ტექნიკური წინსვლის, არამედ წარმოდგენებისა და მოთხოვნილებების ცვლილების ისტორიაა. რაც დრო გადის, მით უფრო ვწმუნდებით, რომ შესაფერის ვითარებაში ბუნების მართებულად გადმოცემა პირველყოფილ ხელოვანთაც ისევე შეუძლიათ, როგორც უმაღლესი დონის დასავლელ ოსტატებს. ძნელი წარმოსადგენია ვინმეს მოეხერხებინა რამდენიმე ათწლეულის წინათ ნიგერიაში აღმოჩენილ ბრინჯაოს თავებზე უფრო დამაჯერებლად გადმოეცა მსგავსება. იხილეთ სურათი 23. ეს თავები საუკუნეების წინანდელია და არაფერი გვაფიქრებინებს, რომ ადგილობრივმა ოსტატებმა ხელობა ვინმე უცხოელისგან ისწავლეს. მაგრამ მაინც რატომ გვეჩვენება პირველყოფილი ხელოვნების უდიდესი ნაწილი ასე უცხოდ? მოდი კიდევ ერთხელ მიუბრუნდეთ საკუთარ თავს და ყოველი ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომ ექსპერიმენტებს. ავიღოთ ქაღალდიდი და ზედ სახელდახელოდ დავხატოთ სახე. თავი წრით მოვნიშნოთ, ცხვირპირი კი თითო-თითო ხაზით. ესეც უთვალო კაცი. განა ის უსაზღვროდ სევდიანი არ არის. საბრალო ხომ ვერაფერს ხედავს.
ჩვენ გვგზნობთ, რომ ჩვენი მოვალეობაა იგი თვალებით აღჭურვოთ. და რა შვებას ვიგზნობთ, როდესაც ორგან დააწვეთებთ მელანს და ისიც ბოლოს და ბოლოს შემოქმედავს. ჩვენთვის ეს გართობაა, მაგრამ შორეული ტომის წევრისთვის ასე როდია. ხის ძელი, რომელზედაც სახე მარტივად მონიშნა, მას სრულებით სახეცვლილი ეჩვენება. შთაბეჭდილება, რომელსაც სახე ახდენს, მისი შეხედულებით მაგიური ძალის მაჩვენებელია. თუ კი მას თვალები აქვს და ხედავს, აღარაა საჭირო იგი ადამიანს უფრო მეტად მიამსგავსო. 24 სურათზე ნაჩვენებია ომის პოლინეზიური ღვთაება ორო. პოლინეზიელები შესანიშნავად კვეთენ ხეზე, მაგრამ მათ აშკარად არ მიუჩნევიათ აუცილებლად ადამიანის მართებული გამოსახულება შეექმნათ. ხის ნაჭერზე შემოკრული დაწნული ბოჭკო. ეს არის და ეს. მხოლოდ თვალები და ხელებია უხეშად ნაჩვენები ბოჭკოვანი ზონრებით. მაგრამ როგორც კი მათ შევნიშნავთ, ძელი იდუმალი ძალით აღიუსება. ეს ჯერ კიდევ არ არის ნამდვილი ხელოვნება, მაგრამ ჩვენი ექსპერიმენტიდან კიდევ რაღაცის სწავლა შეგვიძლია. მოდი 1000-ნაირად შევცვალოთ ჩვენ მიერ მოხაზული სახის მოყვანილობა. თვალები წერტილებით კი არა, ჯვრებით ან რამე სხვა ფორმით აღვნიშნოთ, რომელიც ოდნავადაც არ გავს ნამდვილ თვალებს. მოდი ცხვირის ნაცვლად წრე დავიტანოთ, პირის ნაცვლად ხვეულა. ეს არაფერს შეცვლის, რადგან მათი ურთიერთგანლაგება თითქმის უცვლელი დარჩება. შორეული თომის წევრი მხატვრისთვის კი ეს აღმოჩენა ძალზე საყურადღებო იყო. იგი ხომ ასე სწავლობდა ფიგურებისა თუ სახეების აგებას, მისთვის ყველაზე საყვარელი და მისი ხელობისთვის უფრო შესატყვისი ფორმებით. ეს ნამუშევრები ალბათ ცოცხალ არსებებს დიდად არც გავდა, მაგრამ ისინი სწორედ იმ ერთიანობითა და ჰარმონიით იქნებოდა აღბეჭდილი, რომელიც სავარაუდოდ ჩვენს პირველ ზერელე ნახატს აკლდა. 25 სურათი წარმოგვიდგენს ნიღაბს ახალი გვინეიდან. იგი შეიძლება მშვენიერებით არ გვხიბლავდეს, მაგრამ საამისოდ არც გაუკეთებიათ. ის დაამზადეს ცერემონიისთვის, რომლის დროსაც სოფლის ახალგაზრდა ვაჟები მოჩვენებებად გადაცმულნი ქალებსა და ბავშვებს აშინებენ. მაგრამ როგორი ფანტასტიკური ან საზარელიც უნდა იყოს იგი, არის რაღაც კმაყოფილების მომგვრელი იმ გეომეტრიულ ფორმებში, რომელთა გამოყენებითაც ხელოვანმა ეს სახე შექმნა. დედამიწის ზოგიერთ კუთხეში პირველ ყოფილმა ოსტატებმა მითოლოგიური ფიგურებისა და ტოტემების ამგვარ ორნამენტულ ყაიდაზე გამოსახვის დახვეწილი სისტემები შეიმუშავეს. ჩრდილო ამერიკის მკვიდრი მხატვრები, მაგალითად, ერთმანეთს უთავსებენ ბუნებაზე მეტად მახულ დაგვირვებასა და გულგრილობას იმისადმი, რასაც საგნების ნამდვილ იერს უწოდებთ. როგორც მონადირეები, ისინი ნებისმიერ ჩვენგანზე ბევრად უკეთ იცნობენ არწივის, ნისკარტისა თუ თახვის ყურის რეალურ მოყვანილობას. მაგრამ მათ სავსებით აკმაყოფილებთ ერთი ასეთი ნიშანიც კი. თუ ნიღაბს არწივის ნისკარტი გაუკეთდა, იგი უკვე არწივია. 26 სურათზე ნაჩვენებია ჩრდილო-დასავლეთის ჰაიდასტომის ბელადის სახლის მოდელი და 3 ეგრეთ წოდებულ ტოტემური ძელი მის წინ. ჩვენ შეიძლება ისინი მხოლოდ მახინჯი ნიღბების დახოვებად მოგვეჩვენოს, მაგრამ თვით ადგილობრივებს ასეთი ძელი მათი ტომის შესახებ ძველ ლეგენდას მოუთხრობს. თავად ეს ლეგენდაც შეიძლება მის ხატ გამოსახულებაზე არანაკლებ უჩვეულო აბდაუბდად მოგვეჩვენოს. მაგრამ არ უნდა გვიკვირდეს, რომ მათი წარმოდგენები ჩვენისგან ასე განსხვავდება. იყო და არა იყო რა. იყო ქალაქ გვაისკუნში ერთი ხმაწვილი, რომელიც თელ დღეებს საწოლზე წამოგორებული ატარებდა. ბოლოს იდედმა მას უსაქმურობის გამო უსაყვედურა და ისიც დარცხვენილი გარეთ გავიდა და გადაწყვიტა მოეკლა ურჩხული, რომელიც ტბაში ბინადრობდა და მუსწავლებდა ადამიანებსა და ვეშაპებს. ჯადოსნური ფრინველის დახმარებით ყმაწვილმა ხის მორისგან მახე გააკეთა, ზედ კი მისატყუებლად 2 ბავშვი ჩამოსვა. ურჩხული შეიპყრეს. ყმაწვილი მისი ტყავით შეიმოსა და შეუდგა თევზის ჭერას, რომელსაც ყოველთვის თავისი კრიტიკული სიდედრის კართან ტოვებდა. ქალი ისე ნასიამოვნები იყო ამ მოულოდნელი წვენით, რომ თავი ძლევამოსილ კუდიანად წარმოიდგინა. როცა ყმაწვილმა ბოლოს და ბოლოს სიმართლე გაუმხილა, ქალს ისე შერცხვა, რომ სული განუტევა. ცენტრალურ ძელზე გამოსახულია ამ ამის ყველა მონაწილე.
კარის ქვეშ მოთავსებული ნიღაბი ერთი იმ ვეშაპთაგანია, რომელთაც ურჩხული ნთქავდა ხოლმე. ხოლო კარის თავზე მოთავსებული დიდი ნიღაბი ურჩხული. მის ზემოთ ადამიანის სახით უიღბლო სიდედრია წარმოდგენილი. ნისკარტიანი ნიღაბი მის თავზე ის ფრინველია, რომელიც გმირს დაეხმარა. თავად იგი კიდევ უფრო მაღლაა, ურჩხულის ტყავში გახვეული, დაჭერილი თევზებით ურთ. სულ ზევით წარმოდგენილი ადამიანის ფიგურები ის ბავშვებია, რომლებიც გმირმა სათხუარად გამოიყენა. ძალიან გინდა კაც, ამგვარი ნაწარმოებები უცნაური ახირების ნაყოფად განიხილო, მაგრამ მათი შემქმნელისთვის ეს სულაც არ იყო სახუმარო საქმე. ადგილობრივთათვის ხელმისაწვდომი პრიმიტიული იარაღებით ასეთი ვეება ძელის გამოკვეთას წლები სჭირდებოდა. ზოგჯერ სოფლის ყველა მამაკაციც კი ეშველებოდა ოსტატებს. საქმე ხომ ძლევამოსილი ბელადის სახლის გამორჩევას და მისთვის პატივის მიგებას ეხებოდა. განმარტების გარეშე ვერასდროს გავიგებდით, რას ნიშნავს ეს კვეთილობები, რომელთა შექმნაზედაც ამდენი სიყვარული და ჯაფა დაიხარჯა. პირველყოფილი ხელოვნების ნაწარმოებებში ეს გამონაკლისი როდია. 27 სურათზე აღბეჭდილი ნიღაბი იქნებ სახუმაროდაც მოგოჩვენოს, მაგრამ მისი საზრისი ოდნავადაც არ არის სასაცილო. იგი კაცი ჭამია, სახე გასისხლიანებულ მთის დემონს გამოსახავს. სწორად რომც ვერ გავიგოთ იგი, მაინც დავაფასებთ მონდომებას, რომლითაც ბუნებრივი ნაკვთები თანმიმდევრულ ნახშად გარდაიქმნა. ჩვენ ვიცნობთ ხელოვნების უჩვეულო გარიჟრაჟის დროინდელ მრავალ ნაწარმოებს, რომელთა აზრს ვეღარასოდეს შევიტყობთ, მაგრამ რომლებიც მაინც აღგვაფრთოვანებს. ძველი ამერიკის დიდმა ცივილიზაციებმა ხელოვნების მეტი არაფერი დაგვიტოვეს. ეს სიტყვებით ხალებში იმიტომ კი არ ჩავსვი, რომ ამ გამოუცნობ ნაგებობებსა და გამოსახულებებს მშვენიერება აკლიათ, მათგან ზოგიერთი სწორედ რომ გაჯადოებთ, არამედ იმიტომ, რომ შეცდომა იქნება მათ ისე მიუდგეთ, თითქოს ისინი სიამოვნებისთვის ან სამკაულად შეექმნათ. სიკვდილის ღვთაების შემზარავი კვეთილი თავი კოპანის ნანგრევებიდან. ახლანდელი ჰონდურასი, სურათი 28. ამ ხალხის რელიგიაში არსებულ ადამიანთა მსხვერპლად შეწირვის შემაძრწუნებელ წესს გვახსენებს. რაც უნდა ცოტა ვიწოდეთ ამ კვეთილობათა ზუსტ დანიშნულებაზე, ის სამუშაო, რომელიც მათმა აღმომჩენმა მეცნიერებმა მათი საიდუმლოს ამოსაცნობად ჩაატარეს, საშუალებას გვაძლევს ისინი პირველყოფილი კულტურების სხვა ნაწარმოებებს შევადაროთ. რა თქმა უნდა, ეს ხალხი არ ყოფილა პრიმიტიული ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. როდესაც მე-16 საუკუნეში ესპანელი და პორტუგალიელი დამპყრობლები გამოჩნდნენ, მექსიკაში აცტეკების ძლევამოსილი იმპერია არსებობდა, პერუში კი ინკებისა. ჩვენ ისიც ვიცით, რომ წინა ასწლეულებში ცენტრალურ ამერიკაში მაიას თომმა დიდი ქალაქები ააშენა და შეშდა შეიმუშავა დამწერლობისა და კალენდარული გაანგარიშების სისტემები, რომლებსაც პრიმიტიულს ვერანაირად ვერ უწოდებთ. ნიგერიელი შავკანიანების მსგავსად, კოლუმბამდელი ამერიკელები სრულყოფილად ფლობდნენ ადამიანის სახის მიმსგავსების ხელოვნებას. ძველ პერუელებს წესად ჰქონდათ გარკვეული ჭურჭლისთვის ადამიანის თავის ფორმა მიეცათ, თანაც ბუნებრივ ფორმას უდიდესი სიზუსტით გადმოსცემდნენ. იხილეთ სურათი 29. ხოლო თუ ამ ცივილიზაციების ნაწარმოებთა უმრავლესობა არაბუნებრივი და გაუგებარია, ამის მიზეზი ის საზრისია, რომელსაც ისინი გამოხატავენ. 30 სურათზე წარმოდგენილია ერთი მექსიკური ქანდაკება, რომელიც ამერიკის დაპყრობის წინანდელ ხანას, აცტეკების პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს. მკვლევრები ფიქრობენ, რომ იგი წვიმის ღვთაებად ლალოკს გამოსახავს. იქ, ტროპიკულ სარტყელში, წვიმა ხშირად სიკვდილ სიცოცხლის საკითხია, რადგან გვალვა მოსავალს დაღუპავს. ადამიანებს კი შიმშილს უქადის. არაა გასაკვირი თუ წვიმისა და ჭექა-ქუხილის ღვთაება საზარლად ძლევამოსილ დემონადაა წარმოდგენილი. ელვა მათ წარმოსახვაში დიდ გველად იქცა, რის გამოც ზოგიერთ ამერიკულ ტომს ჩხრიალა გველი ღვთიურ ძალმოსილ არსებად მიაჩნია. მართლაც თუ ტლალოკის ფიგურას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მისი ბაგე შედგენილია ორი ერთმანეთისკენ მიქცეული ჩხრიალა გველის თავებით, რომლებსაც შხამიანი კბილები გადმოუყრიათ. ცხვირი კი დაკლაკნილ გველებს მიუგავს. თვით მისი თვალებიც დახვეულ გველად შეიძლება განვიხილოთ. როგორც ხედავთ, სახის გარკვეული ფორმებით
აგების იდეა შეიძლება ძალიან დაშორდეს ცოცხლის მსგავს ქანდაკებაზე ჩვენს წარმოდგენას. ზოგჯერ შეიძლება ასეთი მეთოდის წარმოშობის მიზეზსაც მივხვდეთ. სრულებით ბუნებრივია, წვიმის ღვთაების სახე სწორედ ელვის ძალის განმასახიერებელი წმინდა გველებით ყოფილიყო შედგენილი. თუ ეცდებით ამ საშინელი კერპების შემქმნელთა აზროვნებას ჩავწვდეთ, შეიძლება ისიც გავიგოთ, რომ ადრეულ ცივილიზაციებში გამოსახულებათა შექმნა მხოლოდ მაგიასა და რელიგიას კი არ უკავშირდებოდა, არამედ დამწერლობის პირველი ნაირსახეობაც იყო. ძველ მექსიკელთა ხელოვნებაში წმინდა გველი არა მარტო ჩხრიალა გველს გამოხატავდა, არამედ შეიძლებოდა ელვის ნიშანიც გამხდარიყო და შესაბამისად ის ასო ნიშანიც, რომლის მეშვეობითაც ჩეკა-ქუხილის აღნიშვნა და იქნებ გამოწვევაც კი შეიძლებოდა. ჩვენ ძალზე ცოტა რამ ვიცით ამ იდუმალი სათავეების შესახებ, მაგრამ თუ კი გვინდა ხელოვნების ამბის არსს ჩავწვდეთ, ურიგო არ იქნება დროდადრო თავს გამოსახულებებისა და ასო ნიშნების უდავო ნათესაობა შევახსენოთ.